საღამო მშვიდობისა. ეს არის ყველაზე ცხელი თოქ-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში 100 გრადუსი ცელსიუსით. მადლობა რომ შემოგვიერთდით ყველას, მადლობა აუდიტორიას, მადლობა ჩვენი გადაცემის სტუმრებს. ესენი იყვნენ სააგენტო ჯორჯია ნიუს თარის მოდელები. ისინი ჩვენ სპეციალურად დღევანდელი ჩვენი ეთერისათვის ჩამოვიდნენ გორიდან. მათ ძალიან ბევრ კონკურსში სცადეს ბედი, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს რომ საკუთარი კონკურსის შექმნა და თავად მიიღონ მონაწილეობა, რადგანაც ფიქრობენ რომ საქართველოში სილამაზის კონკურსებში ან სხვა სამოდელო კონკურსებში მონაწილეობა ძალიან რთულია. გიორგი ახალკაცი ამ სააგენტოს ხელმძღვანელი მინდა მოვიწვიოს სტუდიაში. გიორგი, რატომ გადაწყვეტეთ შეგქმნათ თქვენი სააგენტო? ფიქრობთ რომ საქართველოში უკვე არსებულ სააგენტოებთან თანამშრომლობა რთულია, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ? პირველ რიგში მოგესალმებით და დიდ მადლობას გიხდით აქ მოწვევისთვის. მე დავიწყებ იმით, რომ უბრალოდ საქართველოში მე არ მაქვს არანაირი პრეტენზია არც ერთ სააგენტოსთან, იმიტომ რომ ყველა ასრულებს თავის საქმეს. უბრალოდ შემიძლია ის თქვა, რომ ზოგისთვის ეს არის უბრალოდ ფულის გაკეთების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება. ძალიან სამწუხაროა. გასაგებია, თქვენ ფიქრობთ რომ თქვენ სააგენტოს ყავს ძალიან ნიჭიერი და ღირსეული მოდელები, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტებს და ღირსნი არიან რომ იყვნენ საქართველოს იგივე სილამაზის კონკურსების ან სხვადასხვა მოდის კონკურსების მონაწილეები? საინტერესო კითხვაა, თუმცა მე შემიძლია თამამად გითხრა ის, რომ მე ასე არ ვფიქრობ, იმიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს სამოდელო სააგენტო არის რამოდენიმე თვის ჩამოყალიბებული და შესაბამისად ჩვენ არ ქონდა იმის საშუალება თუნდაც რომ დაგვეწყო და ამ მოკლე დროში გაგვეკეთებინა ის, რაც შეგვეძლო. ანუ ჩვენ ვერ მივეცით საშუალება ამ ბავშვებს მიგვეცა ის, რაც შეგვეძლო. თუნდაც შეგვესწავლა, თუნდაც დეფილე, აერობიკა და არსებობს სხვადასხვა. კარგი, ბოლო კითხვა მექნება თქვენთან. თქვენ ჩამოხვედით ჩვენთან სტუდიაში გორიდან. როგორ ფიქრობთ, რეგიონში მსგავსი ბიზნესის წარმომადგენლებს დედაქალაქში ფეხის მოკიდება უჭირთ, ანუ არსებობს რაღაც გავლენის ერთი სფერო თბილისში, სადაც სხვას არ აკარებენ? მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მართლაც უჭირთ, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს ის, რომ რახანც რეგიონიდან არის ჩამოსული და არის ერთ-ერთი პროვინციული ქალაქის წარმომადგენელი. არა, ტყუილია თუ არ არის ტყუილი, მე პრობლემა არ მაქვს თქვენთან. ნატა სამადელაშვილთან გადავალ მეკითხვით. ქალბატონი ნატა, როგორ ფიქრობთ, გოგონებს და ბიჭებს, რომლებიც ახლა გამოვიდნენ სცენაზე, შეუძლიათ კონდეთ პრეტენზია აქვთ მათ მომავალი ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს მათგან პროდუქტი, რომელიც გაიყიდება? может быть, я очень буду риска, но, к сожалению. Амоция русულად მოვაპარო. ხო შეიძლება, არა. კი ბატონო, არ არის პრობლემა ისაუბროთ ენაზე, რომელიც თქვენთვის საერთოდ მივთვლი, რომ არანაირი вообще никакой дети здесь ни при чем, потому что все зависит от руководителя. Они, во-первых, не готовы. И пока ни под каким периметром и с размерами и тому подобное они не годятся. Что надо им, чтобы подготовиться? Ну, во-первых, нормальную школу иметь, а здесь школы я не вижу. ძალიან დიდი მადლობა გიორგის მშვიდობებით, მადლობა იმისთვის რომ შემოგვიერთდით და სპეციალურად ჩვენი გადაცემისთვის ჩამოხვედით გორიდან. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ რომ ვიმშელოთ ზოგადად სილამაზის კონკურსების პრობლემატიკაზე საქართველოში. სჭირდება თუ არა ამდენი სილამაზის კონკურსი? არის თუ არა ყველა გადაწყვეტილება ობიექტური, რომელსაც იღებენ სილამაზის კონკურსის ჟიურის წარმომადგენლები და რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, რატომ უკავშირდება ყველა სილამაზის კონკურსს გარკვეული სკანდალები და რატომ არ შეიძლება რომ საქართველოში იყოს სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გამონაკლისი ირინა ურაშვილს არ გულისხმობ, რომელიც შემდეგ უკვე საერთაშორისო მასშტაბ მიაღწევს საკმაოდ დიდ წარმატებას. ნანუკა ჟორჟოლიანთან მინდა გადავიდე კითხვით. ნანუკა, ძალიან ბევრი გამარჯვებული ყავს საქართველოს, არის რამდენიმე სილამაზის კონკურსში, საქართველოში. შემდეგ ისინი მიდიან უცხოეთში, თუმცა ძალიან ხშირია რომ ისინი წარმატებას ვერ აღწევენ. რატომ საქართველოსი და უცხოეთში სილამაზის სხვადასხვა აღქმა? სამწუხაროდ კი. არსებობს ობიექტური და არსებობს სუბიექტური აღქმა სილამაზის. არსებობს, როდესაც ობიექტურად აღიქვამ, რომ ადამიანი არის ლამაზი, ცუდად გამომდის, მაგრამ ჩემთვის ესეთი მის საქართველო არის ნამდვილად ირინა ონაშვილი, გამორჩეული. დავიწყეთ აი ამ თამასთან, აქ იყო ირინა ონაშვილი. და მე წამოვედით ქვემოთ. არაპრესტიჟულია. ძალიან კარგ გოგოებს მე ვიცნობ, გარეგნობით კარგ გოგონებს, რომლებსაც დღეს ამ მის საქართველოში მონაწილეობის მიღება ძალიან ცუდ ტონად მიაჩნიათ. მე ხა ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ესეა მსოფლიოშიო, ვერ დავეთანხმები. მის იტალიამ შექმნა სოფი ლორენი, შეუქმნა მთელ მსოფლიოს და აიშვერია რაიტ შექმნა ასევე ერთ-ერთმა ასეთმა კონკურსმა. ანუ არ არის ეს მაინც ესეთი თქვა კონკურსის პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ჩვენშია პრობლემა და მე დავსვიკიდეთ კითხვა ამ კითხვაზე მინდა პასუხის მიღება პრეზიდენტსაც კი ქვეყანაში ურჩევთ დროებით.
მე ანუ ხო არის რაღაც ვადა აქვს ყველას არჩეულ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის ვადა ამოწურავს და მიდის სახლში. მაინტერესებს ამ შემთხვევაში რა ხდება ამ კონკურსის დროს რა ხდება ეს მუდმივად ერთმა ორგანიზატორმა უნდა ატაროს ეს კონკურსი. კი, ობიექტურია მიდგომა, როდესაც ერთი ორგანიზატორი ატარებს სულ მუდმივად ამ მე მაინც რაღაც აი კონკურსთან დაკავშირებულ პრობლემებს ერთ ორგანიზატორს ვერ მივაწერ რაღაც თავიდან ბოლომდე. ალბათ აი დავეთანხმები ნანუკას, რომ ალბათ ისიც არის, რომ გოგონებს თვითონ მენტალიტეტია საქართველოში. რაღაც დროთა და ჟამთა ცვლამ ეს რაღაცა ვერ დაანგრია ეს მენტალიტეტი, რომ ზოგს მამიკო არ უშვებს, ზოგს დედიკო და ასე შემდეგ. წინააღმდეგი იყვნენ ორგანიზატორები, რომ გამხდარიყო ირინა მის საქართველო. ჩვენ სამივე თქვით, რომ ჩვენ დავტოვებთ ჟიურის სკანდალი და წავალთ აქედან თქო. რატომ იყვნენ წინააღმდეგები? პირველად ვიძახი იმის მერე საერთოდ რომელ ჟიურიზეა ლაპარაკი. შესეთი არ შეიძლება სილამაზის ყובה. არის პირველად ყვები და ნანუკამ სწორი აღნიშნა, რომ მის მერე მაპატიოს ყველა გოგო ლამაზია. მის მერე არ ყოფილა მარტო ესე ქოშქოს. აი მე მაკა ასათიანი, აი ცოცხალი და ჩვენ სამა არ მინდოდა ეხა ირინ. საიდუმლო დეტალები პირველად ყველაზე ცხელ ტოქ-შოუში ნანუკას დამეცები ექსკლუზიურად ჩვენს ტოქ-შოუში. ეს ის შემთხვევა. ან ჩვენ სამივე დავტოვებთ მაშინ ოპერაში ტარდებოდა გახსოვთ? რატო ნამდვილად ხდებოდა ესეთი რა? კი. რა მოხდა? რატო იყო წინააღმდეგი конкурсის организаторы? Ну, во-первых, это конкурс красоты. Ехала Ирина красивая девочка, конечно, я против нее ничего не имею. Но на том фоне, которые были, участвовали, Винсиклен, Гогоеби, Ирина была лучшая. Но те критерии красоты, это сусхварагаться, саертут. Им-то я не хочу ее обидеть. Какие аргументы были у организаторов, когда они говорили, что не хотят, что Ирина Иванишвили стала мисс Грузии? ფაქტია რომ ძალიან კარგი თემა გავხსენით ჯობს რომ ვისაუბროთ. Ара, ну, во-первых, она очень высокая была. Во-первых, это я не хочу тебя осуждать это. ირინა რომელიც მეც მინდა რომ ესე ძალიან მაღალი ვიყო. მახსოვს ჩვენ ვიჯექით ოპერაში, აი მაკ ასათიანი მე ლოჟიდან კინაღამ გადახდა. ვიცი ხო რომ როგორც ანუ ესე მსმენია, აზრი გაიყო კონკურსის დროს, მაგრამ ეს რაღაცა ჩავთვალე რომ ნორმალურიც არის. შემდეგ უკვე ეს კონკურსი გახდა სკანდალზე ორიენტირებული. შემდეგ უკვე გახდა, იმიტომ რომ ეს არის პიარის ხრიკი, მოდი ყველა ვთქვათ რა, ჩვენ შოუ ბიზნესში გვყავთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც პიარს ვერ ახერხებს რაღაც კუთხი და არსებობს მეორე გზა. გახადო მაქსიმალურად სკანდალური შენი მოღვაწეობა, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცე. ხა არ მგონია ვინმე არსებობდეს, რომ არ დამეთანხმოს, რომ მის საქართველოს ერთი ხალი ვერ ვნახეთ, ესე იგი, ვისაც ერთი ქმარი მაინც არ ყავდა, ნუ არა ორი და ამიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას, ესე იგი, ადამიანები, რომლებსაც გვაქვს წონის პრობლემა, გვაქვს მარჯვენა ხელზე, ესე იგი, ბეჭდის პრობლემა და მე მგონია, რომ პირიქით ორიენტირებულები არიან მაქსიმალურად ისეთ ადამიანებზე, რომ ნუ მინიმუმ ერთი ქმარი უნდა ყავდეს, რატომ სკანდალურია, მე თემა კარგად იყიდება. ნუ და ეს პიარ ხრიკია, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ეს. გისმენთ. რომელიღაცა სასისკის ქარხნის დირექტორი აფინანსებს კონკურსს. ის შეიძლება რომ ჟიურიში იჯდეს გამაგებინე? აი გამაგებინე. რატომაც არა, გააჩნია. არ შეიძლება. არა, ხო. ანუ არაკომპეტენტურია სილამაზის კონკურსი. ეხლა ბუნებრივია მე მაყურებელს მინდა განუმარტო. ჟიურიში უნდა იჯდეს კომპეტენტური ადამიანი, რომელმაც იცის რა არის ეს და აი რას ნიშნავს კომპეტენტური ადამიანი? ვისაც ესმის ეს საქმე. ვინც იცის ეს საქმე? ანუ ჩვენ ეხლა ჟიური, რომელიც მის საქართველოს გამოვლენს არ არის კომპეტენტური? არა. ეს იყო დავით ოქიტაშვილი. დღეს ამ ბრალდებებზე სტუდიაში უნდა ეპასუხა იაკი წმარიშვილს. 10 დღის განმავლობაში იმიჯ ცენტრთან ჩვენს ტელევიზიას ჰქონდა მოლაპარაკებები. ზუსტად 18 ჯერ ჩვენი პროდიუსერები ესაუბრნენ ქალბატონ იას წარმომადგენლებს და შევთავაზეთ გადაცემაში მონაწილეობის ყველა კონფიგურაცია. ჩაწერის დღის გადატანა სტუდიის სტუმრების მასთან შეთანხმება, თუმცა რა პასუხი მივიღეთ სააგენტო იმიჯ ცენტრისაგან, ახლა ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი ეკრანზე ვნახოთ. იაკი წმარიშვილის სამოდელოში. აქ არის თვითი? აქ არის? კი. ქალტონიას ვეძებთ, შეიძლება რა ვიყავს. მოვა? არა, არა, ქალაქში არ არის. სად არის? თბილისში არ არის უფრო. ძალიან გთხოვთ ის არა, ქვია და არ არის. რატო არის გადაცემაში მონაწილეობას თუ იცით თქვენ? იმიტომ რომ არ არის საქმისყურში, არ არის ქალაქში და არც არის. უნდა გეტყვათ თავიდანვე, რომ ძალიან გთხოვთ, ეს იგი ეხლა რა საჭირო ეს გადაღებები. არ გახავთ ქალბატონია, გთხოვთ. რამდენ დღეში შეიძლება მოვიდეს ხვალზე, არ ვიცი, ამაზე, არ ვიცი. ქალაქში არ არის, საზღვართ არ არის, თბილისში არ არის.
კაბოტონი არ არის, ვარ წარმატებული ძალიან, როგორც იცი, ამიტომ გაინტერესა. აბა აი, რატო არ პასუხობს კაბოტონია იმ კითხვას, რაც საზოგადოებას აინტერესებს, თქვენთვის თუ არის ცნობილი? რას არ უპასუხა, არ არის ამდენ როგორ გიპასუხოთ ახლა ვერ გავიგე. ხო, დატოვოთ ეს. თქვენ მიმბრძანდებით ამ სააგენტოს. ამ წუთში მე მუშაობ, მაგრამ მე არ ვიცი თქვენ ვინ ახართ, ეხლა რაღაც გიჭირა. ძალიან გთხოვთ რომ დატოვოთ, გიშლით ხელს მუშაობთ. კარგად იყავით. ასე მოუხურეს კარი ტელეკომპანიების გადაღებ ჯგუფს, თუმცა ამას წინ უძღოდა ძალიან ხანგრძლივი სატელეფონო მოლაპარაკებები. ისინი ფიქრობენ, ჩვენ ვართ წარმატებულები, თუმცა მათ კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდათ. ჩვენთან სტუდიაში არიან სილამაზის სხვა კონკურსების ორგანიზატორები საქართველოში. ეკამ გალობლიშვილთან მინდა გადავიდე კითხვით. ეკა, რამდენად რთულია საქართველოში ჩაატაროს სილამაზის კონკურსი და რამდენად კომპეტენტურია ჟიური, რომელიც თუნდაც თქვენი სილამაზის კონკურსის ჟურიში ზის? მე კრისტი ყიფშიძე, ნინი შერმატინი, მთელი წლის განმავლობაში დავდიოდი თითოეულ ქალაქში, თითოეულ რეგიონში, რაიონში, ვატარებდით კონკურსებს, კასტინგებს. თუ იყო ისეთი ბავშვი, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და არ ქონდა საშუალება ელემენტარულად ფინანსურად, თუნდაც კაბა ჩაეცა, თუნდაც ელემენტარული გაეკეთებინა, ჩვენ ვაწუხებდით იმ ქალაქის მერს, ხელმძღვანელობას. ისინი გვერდით ედგათ, მე ვფიქრობ, რომ რთული არ არის და კიდევ 2 წელია რაც ლიცენზიას ფლობ მე პირადად საქართველოს თინეიჯერი ჩავატარო. შარშან ჩვენ ტოპ 7-ში მოხვდით მის მსოფლიოზე. ქარელის ერთ-ერთი სოფლიდან წავიყვანე ულამაზესი გოგონა მარიამ დონაძე და წელს ტოპ 10-ში მოხვდით ნინი გველესიანი, ეს არის ლტოლვილი, რომელიც ცხოვრობს გლდანში კომბინატში და აი ამ ბავშვმა ესე გვასახელა. მე პირადად მის მსოფლიოზე 2 ჯერ ვიყავი და 2-ვე ჯერ ხელდამშვენებული რომ მიტყვენ ესე მაგრამ მე ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა, თუმცა მქონდა ის შემთხვევები, რომ იცით რა, არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩაწყობა იქნება, იცით რა, ვერ მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ მის საქართველოზე ყოველთვის ირინა ონაშვილის გარდა მის მსოფლიოზე მაპატიეთ. ხო, მაპატიეთ მის მსოფლიოზე გავდივართ ბოლოდან მესამე-მეოთხე ადგილას და ესე რომ მოხდეს, ან უნდა ვიყო ვიღაცის შვილი, ან კარგი მამიკო უნდა მყავდეს და გავიმარჯვე. აი ეს აზრი ძალიან ბევრ ქალაქში, რაიონში დამხვდა მე პირადად. დიდი მადლობა. მაე ზაალიშვილი, მის ბიკინის ორგანიზატორი არის ჩვენთან სტუდიაში. სილამაზის კონკურსები და სკანდალები საქართველოში ერთმანეთთან ასოცირდება. რამდენად ობიექტურია თქვენი სილამაზის კონკურსი და რაზე დაყრდნობით გამოვალინთ გამარჯვებულს და შემდეგ როგორი უკვე შედეგები საერთაშორისო ასპარეზზე? რა გითხრათ, ფუი სკანდალი არ მქონია ჯერჯერობით და არ მინდა ძალიან ვერიდები სკანდალებს. რაც შეეხება ჟიურის, ყოველთვის მართლა ვცდილობ, რომ იყვნენ კომპეტენტურები. აი, დათომ სწორად ბრძანა ძალიან. აი, რა კრიტერიუმებით აფასებთ? ანუ პარამეტრები 90-60-90-ზე დაცული. არა, იცით, მას ეს არის. ჯერ ერთი ის კონკურსები, რომლებთანაც მე თანაშრომლობ, 4 კონკურსია. ყველა კონკურს აქვს თავისი მოთხოვნა. მის ბიკინზე არის აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები. ყოველთვის არის ხოლმე სადაო მის ბიკინი. სინამდვილეში ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი კონკურსი. უბრალოდ ჩვენ ვაძლევთ უპირატესობას სხეულის ფორმებს, რომლებიც უნდა იყოს შედარებით უფრო სხვანაირი, ვიდრე დაუშვათ უფრო მრგვალი, უფრო სრული ფორმებია საჭირო. ვაკმაყოფილებთ ამ პარამეტრებს იმას, რასაც ითხოვენ ჩვენგან. იცით რა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი მის ბიკინები საკმაოდ წარმატებულები იყვნენ, აგერ ქალბატონი ნატაზის და პირველი ჩემი მის ბიკინი იყო მისი სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელი და მინდა გითხრათ, რომ იყო ძალიან წარმატებული. თქვენ გახსოვთ ალბათ ეს საკმაოდ დიდ კონკურსზე ტაივანში. ის იყო სრული და ისეც. არა, ის არ იყო სრული, ძალიან გამხდარი იყო, მართალი ბრძანდებით თქვენ, მაგრამ საკმაოდ საერთაშორისო კონკურსებზე სილამაზის კონკურსზე არ აქცევა ყურადღებას იმას, რომ დაუშვათ პარამეტრებში ჯდებოდე, მაგრამ ბიკინის რაგვეშველება რა. მის ბიკინზე არა, მე აშკარად არაკომპეტენტური ვარ უკვე აქ. არა, შენ არ ხარ არაკომპეტენტური, მინდა ეკასთან გადავიდე ესე ვკითხვით. ეკა, მაშინ როდესაც ჟიური იღებს გადაწყვეტილებას, ობიექტურია თქვენი კონკურსის პირობებში გადაწყვეტილებები, რომელსაც ჟიური იღებს? მე 2 წელია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც ამ კონკურსს ვატარებ საქართველოში, ჟიურის თავმჯდომარე იყო კრისტი ყიფშიძე, ძალიან ბევრი მოდელი, ჟურნალისტი. თუმცა თქვენს სილამაზის კონკურსს უკავშირდება სკანდალი, რომლის შესახებაც წერდა პრესა. 14 წლის გოგონა გადანაშაულებდა თქვენ, რომ თქვენ მიიღეთ არაობიექტური გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებით და ის დაბლოკეთ. დიახ, არა, ჩვენ ის არ დაგვიბლოკავს, უბრალოდ მე ვცდილობ არ ჩავერიო როგორც ორგანიზატორი და ეროვნული დირექტორი ჟიურის გადაწყვეტილებას. კარგი, კეთი სტამბოლიშვილი, გოგონა, რომელიც თქვენ გადანაშაულებთ არაობიექტურობაში, დღეს ჩვენთან სტუდიაში ბათუმიდან ჩამოვიდა. კეთი სტამბოლიშვილი სტუდიაში.
ეს არის კეთი სტამბოლიშვილი. მის შესახებ ძალიან ბევრს წერდა პრესა, მათ შორის გაზეთი Prime Time, სადაც პირველად დაიბეჭდა სკანდალური ისტორია. კეთი, რა პრეტენზიები ჰქონდა კონკურსის ორგანიზატორებთან? ყველაფერი დაიწყო, რომ მე ჩემო მეგობარმა დიზაინერმა დამირეკა, რომ თარდებოდა მისაჭარა თინეიჯერი. როდესაც გავედი, გავიმარჯვე, შემდეგ კი ისა გავსულიყავ მის საქართველოს თინეიჯერზე. შემომთავაზა ქალბატონაიკამ გავუბიშვილმა. როდესაც წავედი, ჯერ იყო თანხაზე საუბარი, მაგრამ მე უკვე მომიხსენ ეს თანხა, არ ვიცი რატო. რა თანხაზე იყო საუბარი? ესე მიხე რომ უნდა გადამეხადა 3000 ლარი, მაგრამ მაფინანსებდა სააგენტო და 700 ლარი მხოლოდ. დაუკეცრავად, შეიძლება გიორგი. როდესაც კეთი სტამბოლიშვილი პირველად მოვიდა ჩვენთან, მან მითხრა ესეთი რაღაც, რომ იცით რა, ქალბატონო ეკა, მე ნატალისთან კონტრაქტი არ მაქვს გაფორმებული, მე გავბრაზდი, რადგან ბათუმში გადამიღო კლიპი და მომცა 10 ლარი ეს რა თანხაა და მე მას შევთავაზე დარჩი ჩვენთან სააგენტოში, ძალიან კარგი გოგონა ხარ, დასუსტებულ ხარ, გილოცავ, ეხა უფრო ლამაზად გამოიყურები, უბრალოდ სადღაც 8-9 კილოთ მეტი იყო როდესაც ჩვენი კონკურსი ტარდებოდა კეთი და მოგეხსენებათ როგორც გავტონმა კი არაჩვეულებრივად დღეს და მიხარია მრგვალი ფორმებით გილოცავ ძალიან ლამაზი ხარ და მე მას ვუთხარი როგორც დამწყებ მოდელს თუ დარჩები სამოდელო სააგენტოში იქ საჭიროა რეკლამა პორტფოლიო 1000 რაღაცები მონაწილეები ფულს იხდიან იმისთვის რომ მონაწილეები არ იხდიან თანხას მონაწილეები აბა 3000 ლარი შემდეგ 700 ლარი ის თანხა არანაირი 3000 არანაირი 750 ლარი დიდი მადლობა რომ მე მომეცა დღეს საშუალება სტუდიის საშუალებით ნოდა არა უბრალოდ თუ სამოდელო სააგენტოში დარჩებოდა როგორც სამოდელო სააგენტო კატრინის წევრი გააფორმებდა ხელშეკრულებას თავისთავად დამწყებ მოდელს ჭირდება პორტფოლიო მე მინდა ფოტოგრაფებს მივმართო რა ღირს ერთი სურათის გადაღება როდესაც პიარს უკეთებ ახალ დამწყებო $800 ღირს მე ვიცი $500 ღირს ერთი სურათის გადაღება მე როდესაც რეკლამა მინდა გავაკეთო თუნდაც ტელეკომპანია იმედი თუნდაც რუსთავი 2-ზე და დამწყები მოდელი მოდის და თქვენ არ გაქვთ? სამწუხაროდ გარკვეულწილად არა. კითხვა მაქვს. ეს ბავშვი არ ვერ მოხვდა იქ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ არ ქონდა 3000 ლარი. არა, ეს ბავშვი არ გამოვიდა იმის გამო, როდესაც კრისტი ყიფშიძე და მე ნანიკო ხაზარაძე მიგვიწვია დღის შოუში და გთხოვა რომ უბრალოდ სტუდიაში 10 გოგონაზე მეტი ვერ დაეტევა. ის 10 გოგონა რომ წავიყვანეთ არ მოხვდა მაშინ. გასაგებია, მე მინდა კეთის მოусმინო, დიდი მადლობა. კეთი, რაში გთხოვდნენ თანხას? მე იმიტომ წამოვედი კონკურსიდან რომ მე უნდა მომეწერა კატრინთან ხელი. ამიტომ მე მქონდა ნატალისთან კონტრაქტი, ამიტომ არანაირად არ შემეძლო რომ მომეწერა ხელი. კეთი, უკაცრავად თქვენ ხო თქვით რომ არ მაქვს ხელი მოწერილი. არა, მე ვამბობდი იმას რომ ხელი მაქვს მოწერილი და რა იქნება იმ შემთხვევაში თუ გამოვიდე. მან მითხრა რომ ხალბატონმა ეკა მითხრა რომ ისაო ნატალის მოდელსო მე ვერსო გავამარჯვებინებო და 5 ეულშიცო ვერ მოვახედრო. ამიტომ ანუ თუ ხარ ლამაზი, მაგრამ ხარ ნატალის მოდელი, სხვა კონკურსში გზა დაბლოკილი გაქვს ნატალი გისმენთ. Это я не первый раз слышу уже и со стороны других конкурсов красоты, именно თუ ნატალისთან იქნები, значит არ გამოხვალ ათეულში ან რაღაც. ანუ წინასწარ ვიცით კეთისად ვინ არის გამარჯვებული? და წინასწარ ვინ იცის ეს? და ვინ იცის ეს წინასწარ ვინ? უთხარით, შენ გითხეს ეს. ჟიურის თავმჯდომარეს ვკითხოთ, ეს არის ყოველი კარგი, ნატალი, თქვენ თქვით რომ ხშირად ყოფილა მსგავსი პრეცედენტი. ანუ არის ბრძოლა წესების გარეშე, როდესაც к сожалению, ай საქართველოში ай небесмере, ну вот в этой сфере, хотите модельным, хотите в этом где-то хотите красоты, всегда идет какой-то вот такой это самое, не то что перехват, то есть все время они стараются перебазировать свое агентство. И блокируют они, если, допустим, на контракте какого-то агентства. ის რომ შეიძლება კონკურენცია სააგენტოებს შორის იყოს ეს ორგანულია. მე მაქვს კითხვა ამ ბავშვს რომ ქონოდა 3000 ლარი. ეს ბავშვი მოხდებოდა თუ არა კონკურსში, მოხდებოდი? აი მე და ვინ გაუშვა კონკურსიდან ნანუკა? მე ვიკითხებ უკაცრავად. მე მაქვს კითხვა მაინტერესებს. 14 წლის გოგონა. თანხა როდესაც მომიხსნეს, შემდეგ იყო მოუხსნეს თანხა. თანხა მომიხსნეს, მაგრამ რატომ მომიხსნეს თანხა? არ ვიცი, რაღაცა. თუ პორტფელიო თუმცა შემდეგ 750 ლარს გთხოვდნენ მას. Я очень извиняюсь, Дзандит будешь говорить, что я перебиваю. Дерите, она ребенок. С ней надо вообще по-другому разговаривать. Тинейджер она, самая настоящая. Почему-то она ушла от вас с болью.
ხო, и ничего не понимаешь вообще, что творится. აი მე ვთქვი რომ ბავშვ გული დაწყდა რომ ვერ წავიყვანეთ მე სხვა პრეტენზია არ ვიცი ხალბატონო ნატალი აი აქ психологически надо было გასაგებია მაგრამ 14 წლის გოგონას რომელიც ახლა იწყებს დაეუბნებია მას რომ შეხარ სხვა სააგენტოს მოდელი და ხუთეულშიც ვერ მოხდები ძალიან მტკივნეულია ხა წინასწარ არ არის ეს შეთანხმებული მაგრამ ბავშვი შურის თავმჯდომარეს ვკითხოთ უბრალოდ არ არის აი აქ ზის ნინი შერმადინი თუ შეიძლება ჩემი მოადგილე საქართველოში მითხრეს რომ ქეთიმ დატოვა დემონსტრაციულად კონკურსი იმიტომ რომ მოითხოვეს თანხა მე რა თქმა უნდა კითხვა გაგვიჩნდა რომ ვინ მოითხოვა თანხა მე ეკამ პეტრემ შორენამ თუ კრისტიმ თუ ვინ ვინ მოითხოვა არავის არ მოუთხოვია ფაქტია თანხა მაშინ ბავშვი რატო წავიდა კონკურსზე არ ვიცი ხო და მეც მაინტერესებს კონკრეტულად გასაგებია ის წავიდა კონტრაქტის გამო ამბობს თავად ანუ ნადასამადა შუმა გამოდის რომ დაბლოკა კონკურსი მისი მონაწილეობა გისმენთ ანუ კონტრაქტზე თუ არ მოვაწერდი ხელს ჩემ გამოსვლას აი ფაქტობრივად აზრია ანუ გამოდის რომ შენ თუ ერთი სააგენტოდან არ გადახვიდოდი მეორე სააგენტოში სილამაზის კონკურსზე არ გაგიშვებდნენ კარა გაშვებით გამიშვებდნენ უბრალოდ იქნებ მისი ხდებოდი დედი ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ლამაზი ხარ ძალიან ლამაზი ხარ ძალიან ლამაზი ხარ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ვიყავით ჩვენთან ერთად გასწორებულია და ძალიან ლამაზია გავლენის სფეროები ზოგადად აი ამას ქვია 14 წლის ბავშვი საკმაოდ საინტერესო თემა წამოიჭრა გავლენის სფეროები ზოგადად მოდის სამყაროში როდესაც ერთი სააგენტო მეორე სააგენტოს ცდილობს წართვას მოდელი და შემდეგ როდესაც ხდება ჩაწყობები ზოგადად შეიძლება გისმენია ანუ კონკურსის დროს როგორი რაღაც ხდება ხოლმე როცა კონკურსის ორგანიზატორი იწვევს მოდელებს კასტინგზე მას უნდა რომ ამ კონკურსით კი არ დამთავრდეს ეს რაღაცა პირველი ეტაპი რომ რაღაცა გაგრძელება მოყვეს ამას შესაბამისად უნდა რომ ეს მოდელი იყოს თავისუფალი და არც ერთ სააგენტოში არ ირიცხებოდეს ანუ ხელშეკრულებით არ თანამშრომლობდეს конкурс вообще красоты небесмер საქართველოს тем более საქართველოს ხო это сахая საქართველоси Конечно, это должно быть не только касаться соагентов света. Мы вклеим сайт, это должна быть отдельная вообще структура. Es არ უნდა იყოს, თუმცა მაინც ხდება. Она должна быть ნანუკა მართალია, იმიტომ რომ პრეზიდენტებს ირჩევენ 5 წლი და არ მე მაქვს ეს კითხვა და ძალიან სწორად. მე ამ გადაცემიდან ნუ გამიშვებთ ამ კითხვაზე პასუხი რო არ გამცემ. ამ გადაცემაში ძალიან ხოთ. არსებობს ვიღაცას ვირჩევთ, ვადა გადის დაკისრებულ მოვალეობას, ვერასდროს თუ რაც ხდება არ ვიცი. ანუ რაღაცა კონკრეტული ვადა ყოველსა აქ ამ ქვეყანაზე. მაინტერესებს საქართველოში მიეცემა თუ არა საშუალება სხვას ვერ მიეცემა საშუალება, იმიტომ რომ ლიცენზია ოფიციალური. სოფელი ცხოვრება? ანუკა მე შენ გეთახმები. ერთი წუთით მოვუსმინე. არ არის უპრობეს ვილაპარაკებ. მე უღრუბლდომარება ჭორდი, მთელი ტექსტი მქონდა მომზადებულია დამაყოდრეს იგინა. რომელი საქართველოს წასულა საქართველოს და რჩება ან კიბეზე დამჯდარი. ან საერთოდ ვერ ინძრევა. მაპატიო ნამ გოგოებს წინააღმდეგი კი არა. არა, მაგაზე უარესია, სასამართლო არ უშვებ, ძალიან ხშირად ზოგი საზღვარგარეთ გაზრდილია. არ იყო ქართველი, მე ვიგებთ რომ გათხოვილი იყო, მე ვიგებთ რომ ქმარმასცემა, იმასცემა, არ შეიძლება. ნასამართლები იყოს ყოველთვის. ანუ მივდივართ კონდიციონერ რომ არაკომპეტენტური ადამიანები აფტარებენ თავარ სილამაზის კონკურსში. სპეციალურად შევიან ამას პიარისთვის. ცოტა უხერხულია, როდესაც ქალბატონი იაროს ყოფილიყო სტუდიაში ცოტა. მან თავისი სურვილით თქვა მონაწილეობა. ძნელია, იმიტომ რომ ის უფრო კომპეტენტურად გაქცევდა. ეს ადამიანები ვინც აგზიან, რასაც ატარებენ. ეს სულ სხვა რაღაცა, როდესაც საქართველოს სახეს ეხება და ქვეყანას ეხება, არ შეიძლება აქ კიდე გეუბნები სასისკით ქარხნის დირექტორი და ვიღაცები არ უნდა ირჩევდნენ ვინ წავა საზღვარგარეთ საქართველოს სახელი. არ შეიძლება ჩაწყობები ხდება სილამაზის კონკურსების დროს. $15,000 მაძლევდნენ მე და ქალბატონ ნატაშა ჩხიკვაძე, საწყალი ნატაშა ჩხიკვაძე. გარდაცვლილია და ღმერთმა ის ნატაშა $15,000. რისთვის? რისთვის რომ ვიღაცა გამეყვანა. ვინ უნდა გაგეყვანა დათო? ყველა მიცის. და მე უთხარი ორგანიზატორს რომ მე და ქალბატონი ნატაშა ის ორგანიზატორი შემოვა დათო დაუჯერებელი ამბავია ვინ დაუჯერებელი გოჭები ინდაურები ქართველი ყველაფერი მოხდა ჩემთან სად დათო საქსი ჩემთან დათო ეწერა ყველაფერი იცია ნამხახმე ეს ყველაფერი მოუყვეთ ეს არის არინებწავე დისკუსიებისთვის აგერ იცის მე გამოვდიოდი და რა ხდებოდა მოკლედ კატამი ყველაფერია სილამაზე რაში უნდა გაყიდო გოჭი და კატამში ირინა შენ პერიოდში რაღაცა ტენდენციასავით იყო და ანუ მე უბრალოდ გოჭები და ქათმები მიქონდა ჯიურისთვის ანუ არის ძალიან ფაქტი იყო ესე აღმოჩნდა მე რომელ კონკურსსაც მე მონაწილეობას ვიღებდი ანუ გამარჯვებული გახდა
ხო, ანუ ესე გაიმარჯვა, ესე გავიგე მე უკვე. როგორ გაიმარჯვა? მაგრამ მაშინ ძალიან ხშირად იყო, აი როგორ გაიმარჯვა ერინა? მოგიყვები, მართლა დაუჯერებელი ისტორია, სილამაზე გადის გოჭებზე და ქათმებზე თუ გასტრონომიაში. ანუ ჩვეულებრივად თანხის ნაცვლად ალბათ ეს ზუსტად არ ვიცი ხა, არავის ბრალს არ და ესეთი ინფორმაცია იყო მაშინ და მეც ესე გავიგე, ანუ რა ინფორმაცია იყო ერინა? რომ მე უკვე სიუჟეტები მიეძღვნა გოჭებულენას, რომ გოჭები და საქართველო განა ხო? განა ხო? აჰა. აი მომზადებულია ამას სალკე ვილაპარაკებ. გამოშვების მეორე ნაწილში გვექნება ამ თემაზე საუბარი. დია დაგვეჩაგრა ძალიან მასე პასუხი გამეცი ძალიან აინტერესებს. აუცილებლად მოგცემ სიტყვას. საქართველოზე ერთმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს ვინ წავა. შეიძლება თუ არა იყოს ეს მცოცავი მაინც. თუ სხვანაირი არა, რამდენიმე ადამიანს ასე მიგცეთ უფლება. К сожалению, во всем мире всегда деньги превалируют это, потому что делается, ну, большие, и от государства зависит. Насколько сильны. შენ ქონდა ძალიან ბევრი პრეტენზია იგივე სილამაზის კონკურსების ორგანიზატორებთან, ბოლოს ახვედი იტალიაში და ახლა იქ იკეთებ კარიერას, იმიტომ რომ საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდე, რატო? იმიტომ რომ დავიწყეთ ასე 13 წლიდან ქალბატონ ნატაშა სამოდალაშვილთან ვიყავი სამოდელო სააგენტოში. ძალიან კმაყოფილი ვიყავი 3 წელი ვისწავლე. უბრალოდ ვეუფლებოდი და პირდაპირ ანუ ქალბატონ ნატაშასთან მე მაშინ ასაკიც არ მქონდა, არც დახვეწილი არ ვიყავი. ანუ ბავშვი ვიყავი ესეთი პატარა საყვარელი. ამის შემდეგ რო წამოვედი, ვცდილობდი მონაწილეობა მივიღო მის საქართველოს კასტინგზე. თითქმის ზედიზედ 5 წელი. ანუ ირინას შემდეგ, ირინას ვეთანხმები მართლა მივესალმები, რომ ერთ-ერთი მის საქართველოს გვყავს, ვინც ღირსეულად იმსახურებს ამ ტიტულს და მოხდა ისე, რომ ანუ ზედიზედ 5 წელი ინტერესი მკლავდა იმის, რომ რატო ვერ ხვდებოდი, რა კრიტერიუმი. რატო არ გაგიშვეს? ანუ ფაქტიურად ჩემთან ერთად კასტინგზე ისეთი კანდიდატურა ირჩეოდა, რომელიც ბევრად შეუფერებელი იყო ჩემს გარეგნობასთან. რატო ხვდებოდნენ ისინი? ალბათ ფულით, ალბათ ზარით, ალბათ ნაცნობობით. ზედიზედ თითქმის ყველა შორჩეული მის საქართველოსგან, ну ყველას არა, ხშირ შემთხვევაში ისეთი კატეგორია იყო, რომ აი ბევრი ქუჩაში ყოველ მეორე მხვდება ულამაზესი გოგო ბევრად ანუ არც მიესვლება იმათ გარეგნობასთან და მაშინ ერთხმად მიდიან ვიგითხრათ რომ არ მიდიან იმიტომ რომ მათთვის ეს არის ცუდი ტონი იმ კონკურსში მონაწილეობის მიღება ითვლება ძალიან ცუდ ტონად არ მინდა სიტყვების მეორე სხვა 3000 გოგო იყო ჩემთან ერთად ყოველ წელიწად კასტინგზე რომ სხვა გოგოებზე ვსაუბრობ არის პლუს 50 ლარი რეგისტრაცია ღირს და 3000 ადამიანი 50 ლარს გადაიხდის ანუ დიდრდები ფაქტიურად მილიონერი ხდები ერთ კასტინგზე ანუ ეს არის ფულის კედების საშუალება ორგანიზატორებისთვის კულტურის სამინისტრომ თუ ხელოვნების ამ სფეროდან უნდა მისწროს ვინმე ისეთმა სერიოზულმა ორგანიზაციამ თვითონ მის ვოლდის, მის მსოფლიოს კონკურსის ორგანიზატორს, რომ აქ ხდება ყოველ წელიწად სკანდალი ჩატარებული მის საქართველოს გულისთვის და შემდეგ ანუ კანდიდატმა წარუდგინონ ქალბატონი ვინმე თუ კაცი ვაჟბატონი შეიძლება გამისნობა ვინც წარმართავს უკაცრავად ქალბატონ ნატო თქვენ უფრო გეცოდინებათ აი ვინც მიდის მის მსოფლიოზე ხო უნდა გაიაროს ჩატარდეს საქართველოში მის საქართველოს მას არ აქვს უფლება ლიცენზია არ აქვს მან ჩაატაროს მის საქართველოს არა აქვს უფლება უფლება არ აქვს როგორ требуют ხელი ლიცენზია გაგზავნილი ეს ამ საბუთად ხელი ლიცენზია არის თუ არა გაგზავნილი საქართველოსდან და არის თუ არა გაყალბებული დოკუმენტები რომელიც სენს გააჩნია გადაცემის მეორე ნაწილში სტუდიაში მოვა ადამიანი რომელიც ამბობს რომ მხოლოდ მას გააჩნია მის საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარების ლეგალური ლიცენზია ახლა კი სტუდიაში შემოგვიერთდება გიორგი ნაზღაიძე რომელიც ფიქრობს რომ საქართველოში სილამაზის კონკურსები არა ობიექტურად ტარდება. გიორგი, ობიექტურია თუ არა საქართველოში სილამაზის კონკურსი ამ შემთხვევაში მისტერ საქართველო, რომელიც ტარდება ქვეყანაში? მე უკმაყოფილო ვიყავი, აქედან გამომდინარე საფუძველიც ჰქონდა და ვიტყვი არა. რატო? იმიტომ რომ მე ვიყავი ნატას სააგენტოში ვარ და მოხდა ის რომ მე უხეშად რო თქო დამბლოკა ქალბატონმა იას უბრუნდები. ის რომ მე უნდა გადასულიყავ მის სააგენტოში, არ გადავედი. უბრალოდ ხელშეკრულება ვერ ვიპოვე. საერთოდ არის ხელშეკრულება, სადაც ხელიც კი მაქვს მოწერილი რომ მისი სურვილის ამბებ მე უნდა მიმიღო მონაწილეობა. თვითონ დამიკავშირდა მე და ლაშა ჯაფარიძეს მეორე მოდელი ბიჭი და რამოდენიმე თვით ადრე გითხრა რომ ჩვენ უნდა მიგვეღო მონაწილეობა და ამიტომაც დავთანხმდი მე.
და საბოლოო ჯამში ესე აღნიშნა, რომ ეს არის დამწყები მოდელების კონკურსი და აქედან გამომდინარე შენ ცნობადი ხარო, ცნობილი მოდელი ხარო და არ შეიძლება შენი მონაწილეობის მიღება. მაგრამ აქვე დავამატებ იმას, რომ თუ მოდელი არ არის წარმატებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მაქვს უფლება მაგალითად მას შევეჯიბრო რაღაც კონკურსში. მამაკაცების კონკურსში ამ შემთხვევაში. ვინ უნდა ატარებდეს საქართველოს სილამაზის კონკურსებს? კონკრეტული სააგენტო თუ უნდა იყოს ვინმე ნეიტრალური პირი? ნეიტრალური აუცილებლად. ერთს ვიტყვი, რომ ია კიცმარიშვილი არც ერთ კონკურსს არ უნდა ატარებდეს. იმიტომ რომ ია კიცმარიშვილის ჩატარებული ნებისმიერი კონკურსი ახლა რეალურად ყველა მიცის. ყველა პრობლემით თავდება. რა პრობლემები იყო? ყოველთვის ვიღაცა არის უკმაყოფილო, ყოველთვის ან უკმაყოფილო ყველა კონკურსს ახლავს თან. ან არის გამარჯვებული პატიმარი, ან არის გამარჯვებული განათხოვარი, ან არის გამარჯვებული ნახევრად მოკავე. მთავარი ადამიანი, რომელიც იქნება ამ კონკურსის ორგანიზატორი, უნდა იყოს ძალიან შორზმდგომი ყველა სააგენტოსგან. უნდა იყოს კარგი ორგანიზატორი, რომელიც მოიძიებს პორტფელიოსთვის თანხას, სპონსორებს მოიძიებს, კარგად შეფუთავს ამ ყველაფერს, მაგრამ ყველა სააგენტოს წარმომადგენელი უნდა იყოს შემავალი კომისიაში. ყველა უნდა იყოს ნატალი, უნდა იყოს იმიჯ ცენტრი, უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა სააგენტოს. უნდა იყოს უბრალოდ დაკომპლექტებული, მაგრამ რომ არ მოხდეს ერთმანეთთან წარსულდა ბოლოს. სააგენტოს ხელმძღვანელის დასმას. მე გეტყვი. არ უნდა დასვა არსად. ეს არსად არ უნდა დასვა. იურიში არა საზრი. ყველა თავის ბარს არ გულისხმობს კომისია შიდა შესარჩევი, რომელმაც იცის ზუსტად პარამეტრი. და რაც შეეხება ჟიურს გეთანხმებით, რომ ეს უნდა იყოს კარგი ფოტოგრაფი, უნდა იყოს დიზაინერი, თუმცა სუბიექტურია, მაგრამ უნდა იყოს დიზაინერი. შეიძლება იყოს მომღერალი, მაგრამ კონდეს მისი არ ვიცი ახლა მე მაგალითად ნანი ბრეგოძეს შევაფასებინებდი. გიორგი ნაზღეიძეს აქვს კითხვა კონკურსების ორგანიზატორებთან. ამ შემთხვევაში თქვენთან მაქვს შეკითხვა, უკაცრავ სახელი არ ვიცი. მაიზალიშვილი. რა კონკურს ატარებთ თქვენ? მის ბიკინი. და რამდენი წელი ატარებთ ამ კონკურსს? მე 7 წელი აწევს. ერთი გოგონა მითხარით თქვენი მის ბიკინი და რომელიც არის დღეს ჩამოყალიბებული ისეთი ფეხზე დამდგარი მოდელი, ნუ მის ბიკინი ხო? სილამაზის კონკურსი, სილამაზის კონკურსია, ხო? არა, მის ბიკინისაც ჭირდება ტანი, ახლა იცით თუ მის ბიკინს ჭირდება ტანი თუ ჭირდება. და აქედან გამომდინარე, როდესაც იმარჯვებს საქართველოში ადამიანი კონკურსში, ის უნდა დაფასდეს, უხეშად რო ვთქვათ, ხო? დაფასდეს რას ნიშნავს? დაფასდეს იმით, რომ ამ კარიერაში წინ წავიდეს, უბრალოდ მე მოვიგე მის ბიკინი 2010 მის ბიკინი 2006 გათხოვდა და კაი ჩამოყალიბებული ფეხზე დამდგარით იყო და ძალიან მაგარი. თქვენ და მოგაკითხოთ გოგონება, რომელსაც უნდა დასაქმება და გათხოვება. დასაქმება და გათხოვება რა? საფლოში ვართ ყველაზე ლამაზები ქართველი ქალები. ეს არის ჭეშმარიტი ქართული სილამაზი. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მე არ მგონია რომ ყველაზე ლამაზი ვარ. მე თუ ყველაზე ლამაზი ვარ და ქართული სილამაზე გაქვს რომელიც საქართველოს რო ყავს ლამაზი სხვა ქვეყნის ლამაზთან ბევრად ლამაზია, იმიტომ რომ ძალიან კარგი შეკითხვა. აი ჩემი ანჯელინა ჯოლის სილამაზე მაინც სხვა არის მე. დია, შენ ფიქრობ რომ გაქვს ქართული სილამაზე? რა მაპატიას ყველა ქართველმა. ფიქრობთ ხო? იმიტომ რომ ვინც არ ფიქრობდა, თვით ორგანიზატორმა გამომიგზავნეს, ანუ გადავაგზავნე ჩემი მონაცემების სტანდარტში ვჯდებოდი 90-60-90 სიმაღლე 177 ჩინეთში ვიყავი მერვე ადგილზე გავედი, იტალიაში მეორე ადგილზე გავედი. აი ამაზე შემიძლია გითხრა ერთი რაღაცა რა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გვაქვს ამბიცია ულევი და შანსი ნული. უხეშად ვიტყვი ამ ყველაფერს. ეს დიას მისამართი მე რისი ამბიცია მაქვს? ყველაფრის შანსი მიიღეთ იმის ამბიცია ყველაფერს ჩვენ კარგი ვიყავ ჩვენ ეს მოდი სანამ შენ თავ შეაფასებ შენ მოდი სხვა შეაფასო შენი თავ ესე ჯობია. რატო გიორგი დია შანსები არ ეკეთება? ესე უფრო წინ წავალ. საქართველოში მე არ მომეცა საშუალება რომ შეფასებულიყო ჩემი გარეგნობა უკვე სოფლიოს დონეზე შეფასდათ, გინდა ბურჟუაზიული მოდელი. ამ შემთხვევაში შენი გარეგნობა სოფლიოზე შეფასდა, შესაძლებლობა გაქვს რომ წახვიდე იქ და იქ ცხოვრო და მიაღწიო იმ წარმატებას რაც შენ გინდა. თუ ასია, მაგრამ რეალობას ახედე შენ არ ვიხარ, მე არ ვზივარ. ანუ როგორც მოდელობა გასაგებია, ქეთის თამინდა გადავიდა კითხვი. დია ამბობს რომ ის არის ღირსეული წარმომადგენელი და მას შეუძლია მის სოფლიოზე წარადგინოს საქართველოს და ეს გამარჯვებას მოიპოვებს. ეთანხმები შენ როგორც მოდელებთან მომუშავე ადამიანს ამ პარამეტრებს რომ დია შეძლებს გამარჯვების მოპოვებას? არ ვიცი. მოდი ვიყოთ ობიექტურები და გულახდილები. არაფერი არ მოდის ამ გოგონასგან. ამიტომ მარტო ლამაზი ვიზუალურად არაფერს არ ნიშნავს. დღეს ამას დაემატა სილამაზის კონკურსებზე ის რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს ინტელექტი. ინტელექტი და არ აქვს ინტელექტი რაღაც. ეს არ უნდა იარო.
პირველი ნაწილი გადაცემის იყო საკმაოდ მწვავე, იმედია მსგავს ტემპერატურას გადაცემის მეორე ნაწილში შევინარჩუნებთ. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ შემოგვერდება ადამიანის სტუდიაში, რომელიც ამბობს, რომ მის საქართველოს ჩატარების ლიცენზია მას გააჩნია და ია კიწამანიშვილმა მას ეს ლიცენზია წაართვა. რეკლამის შემდეგ ისევ მწვავე დებატები ჩვენ სტუდიაში. ეს არის ყველაზე ცხელი ток-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ ღია ეთერს მწვავე დისკუსიით უბრუნდებით. გააჩნია თუ არა ია კიწმარიშვილს და იმით სცემს ლიცენზია იმისა, რომ საქართველოში ჩაატაროს მის საქართველოს კონკურსი. დღეს ჩვენთან სტუდიაში მოვიდა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ის ლიცენზია გაყალბებულია და რეალურად სწორედ მას გააჩნია საქართველოში მის საქართველოს კონკურსის ჩაატარების ლიცენზია. მივესალმოთ გია ნადირაძე სტუდიაში. ბატონო გია, თქვენ აცხადებთ, რომ საქართველოში მის საქართველოს კონკურსის ჩატარების ლიცენზია გაგაჩნიათ თქვენ. რაზე დაყრდნობით? 90 წლიდან დაწყებული ვატარებდი მის საქართველოს კონკურსებს. 99 წელში დავაარსე მის საქართველოს ფედერაცია. რა დოკუმენტებით მოხვედით დღეს ჩვენთან სტუდიაში? სერტიფიკატი და მის საქართველოს ფედერაციის წესდება. რა შემიძლია რომ გადავწმე დათო ქიტაშვილს. უი, დიდი მადლობა. ვაიმე რა. რა დოკუმენტებია დათო, რა დოკუმენტებით მოვიდა ბატონი გია ჩვენთან სტუდიაში? ნუ კამერა, კამერა. ეს არის სერტიფიკატი, რომ მას გააჩნია საქართველოში მის საქართველოს ჩატარების ლიცენზია? კი. ეს უვადოა. გასაგებია, მაგრამ საქართველოს ფედერაცია. თქვენ ფიქრობთ, რომ ახლა ია კიწმარიშვილი და იმით ცენტრი უკანონოდ ატარებს საქართველოში მის საქართველოს? თავისთავად ცხადია, რომ მითვისებული აქვს მას ეს სახელწოდება. როგორ მიითვისა? თუ თქვენ გაქვთ დოკუმენტები, მაშინ როგორ მიითვისა მას? რატომ არჩივით? ფული საზღვრავს ყველაფერს. ფული რა კონტექსტში საზღვრავს ამ შემთხვევაში? ქთამ სიხდის რომ ჩაატაროს ეს ლიცენზია. თავისთავად ცხადია, რა თქმა უნდა, რომ მას გადახდილი აქვს ეს გარკვეული თანხა. დათო, თქვენ გადმოგეცათ ეს დოკუმენტები, რას ადასტურებს ბატონი გია ამ დოკუმენტებით ახლა? ამ დოკუმენტებით დასტურდება ის, რომ მის ის სახელწოდება, რაც მის საქართველოა, ეს წერია. მე არ ვიცი ხა თუ დავით გაბუნია გენერალური დირექტორი აწერს ხელს, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ სახელწოდებით, ხა ვინ ატარებს, როგორ ატარებს ეს ხარი, რომ მის საქართველოს, თქვა 2002, 2003, 2009 აი ამ სახელწოდებით მხოლოდ ამ ადამიანს აქვს. ანუ სახელი ეკუთვნის ამ ადამიანს, თუმცა კონკურსს ატარებს სხვა. ხო. ნუ რას ჩვენ ამას კარგად გამოვიძიეთ, ახლა მე პროკურორი არ ვარ და იურისტი და რახან ბატონმა გიამ ეს ახლა მე გადმოცა, მე არ ვარ კომპეტენტური და აგერ არიან კომპეტენტური ადამიანები, რასაც ნანუკა იძახდა, აგერ ის ადამიანები და აი ამას მივხვეთ და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს შექმნეს რაღაცა ჯგუფი, ამ ფედერაცია, რაღაცა ასოციაცია, ვინც ამას გადაწყვეტავს. მე მცხვენია, როდესაც უყურებ ტელევიზორს, კიდე ვიძახი, მე არ მაქვს პრეტენზია მანდილოსნებზე, გოგონებზე, ვინც იქ მიდია, მაგრამ როდესაც შენ ქართველი ხარ და უყურებ ტელევიზორს, აქ არის ლაპარაკი მის მსოფლიოზე. იქ ცოტა სხვა კრიტერიუმით უნდა წავიდეს და არც მე არ უნდა განსაზღვრო იქ ვინ უნდა წავიდეს. არიან კომპეტენტური ადამიანები, ვინც ეს უნდა განსაზღვროს. ნინო, შენ ქონია შემთხვევა, როდესაც იყავი ჟიურის წარმომადგენელი, იყავი ჟიურის წევრი სხვადასხვა სილამაზის კონკურსებში. რეალურად არის კონკურსების დროს გადაცემის პირველ ნაწილში დავით თოქიტაშვილი საუბრობდა, რომ გოჭები, ქათმები და $15,000 არის ქრთამი იმაში, რომ გაღიარონ ყველაზე ლამაზ ადამიანად. ვიცი, ახლა ძალიან სასაცილო იქნება, ახლა მე ამ ისტორიას ვყვები წეგან ახლა გოგოებთან, მაშინ რა ქვია, საგრიმიროშიც მოვყევით, რომ ნუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, მაგალითად, რომ ტარდებოდა კონკურსი მის გურია, როცა ვიღაცა მამა, გურული ისეთი რაღაცნაირი მოკეიფე ტიპი მოვიდა ჩვენთან, დათო მე მგონი შენ იჯექი ჟიურიში, დათო, აჩიკო იჯდა მეფარიძე, ირინა იჯდა, ონაშვილი, ირინა შენც მაქსოვ ხარ, იჯდნენ კიდე ძალიან ბევრი ჩვენი ისეთი კარგი მეგობრები და ნუ ამის მამა გვეუბნება, რომ 4 ძროხას გაჩუქებთო და 14-მა ნომერმა უნდა გაიმარჯვოსო და ეხა მე გეხო ეხა 4 ძროხა მინდოდა. იცი რა, დღეს ეხა როცა ოჯახი მყავს, ორი შვილი მყავს, ის ძროხა გამომადგება, წავიყვანდი რაღაც მოწყველია, რძეა, ხორცია, იქ არტალას მოვხარ შავი იმას გავაკეთებ. ეხა მაშინ ეხა მე ძროხა მინდოდა, გეხვეწები 21 წლის ასაკში. ყოფილა როგორ არის ეს სულ ხდება, ნოდარ, ანუ ეს სულ არის, ეს თემა არის აუცილებლად რა. ეს მარტო საქართველოს ენია თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ. იცი რა არის, ალბათ ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. იქ მე ვფიქრობ, რომ ძროხებს აღარ თავაზობენ. რას თავაზობენ მაგალითად საქართველოს საზღვრებს გარეთ? ნუ იცი რა, იქ
ალბათ ხდება ისეთი რაღაც, რომ იქ არიან ძირითადად მე ესე ვფიქრობ, ეხლა არავინ არ გამინაწყენდება ალბათ და მე ვფიქრობ, რომ სოფო უფრო კომპეტენტურია ამ საკითხში, რომ იქ შეიძლება გითხრან, რომ თქოს ვიღაცა შეიძლება ქონდეს ძალიან ბევრი ფული და მოუნდეს, რომ ან თავის ცოლი, ან შვილი, ან რძალი, რაღაც რძლის ინსტიტუტი ჩვენთანაც შემოვიდა, რომ გახდეს თქვათ რაღაცა და მე მიდის, ანუ პირველი ადგილი არის რაღაცა, თქვათ მაგალითად 2 ძროხა, მეორე 4, 6, 7, ანუ აუქციონია რა ჩვეულებრივი. შეიძლება ძროხა არ იყოს, მაგრამ ფულს ანუ ეხლა შენ ამ ყველაფრის უტრირებას ახდენ თუ რეალურად ხდება. არა, ანუ შეიძლება გითხრა, რომ იცი მე ვიქნები შენი სპონსორი რა. ეხლა შენ ჩაატარე კონკურსს, მე ვიქნები სპონსორი და მე მინდა რომ ამ გოგონ გაიმარჯვოს. შენ ბაქოში ქონდა მსგავსი შემთხვევა თუ არ ხდება? ოზურგეთში. ბაქოში სასწაული რატო გიტაშვილი ის და ჟიურიში, რომელიც იტყუებოდა რომ მე დიაბეტი მაქვსო და არყის მაგიზე წყლის მაგივრად არაყი მოითხოვა და ნუ იქ იყო ძალიან ბევრი კურიოზები, რომლის დედაც შემოვარდა, რომელსაც თურმე ფული ჰქონდა ვიღაც აზერბაიჯანელის დედა, იმ ქალს ქონია მახსოვს ისი სახელი და გვარი დათო ელმირა შირალიევა თუ რაღაც ეგეთი გვარი იყო. გისმენ. მოხსნა პარიკი ამ გოგოს და ნუ არ იცკინა თუ გამოგვამდეს იქიდან. მარტო საქართველოში არ ხდება ესეთი რაღაცა, ვიყავით ჩვენ კიდე იქ რა მოხდა და როგორ შევწყვით ქართულებს კიდე სხვა თემა. ჩვენ ჟიურის წევრები ჩავკეტეს ოთახში, გვითხრეს ეხლა გჭამეთ, სვით და აი ამ გოგომ უნდა გაიმარჯვოს. და მე გეტყვით ეხლა იქ ვინ იყო, მე შემწხვევი მით გვერდზე რომ ვიჯექი, იმიტომ რომ იყო საფრანგეთის ელჩი აზერბაიჯანში, იტალიის, აი ნუ ესეთი საზოგადოება იყო. და რა საკვირველია, ნუ საქართველოს წარმომადგენელი მე მთხოვეს, რომ ჟიურიში დამჯდარიყავი მე. და გითხრეს აი ამ გოგომ უნდა გაიმარჯვოს და მე გამიკვირდა რომ რატო ორგანიზატორს ვეუბნები. არო, იმიტომ რომ აი ეს რასაც უყურებო, სულ ამის ოჯახმა და ვიღაცამ დააფინანსა და მე ვთქვა მე შენ განახებ ეხლა ყოფას. ჟიურის წევრები მე ყველა დავათვრე, იმიტომ რომ ჩვენ დაგვიდგეს აი წყალი და მე ვთხოვდი ნინოს და მეგობრებს რომ აი ამ წყლის მაგივრად შავისკით არახს. და საფრანგეთის ელჩი მეკითხება აზერბაიჯანში შენო შაქარი გაქვს დამთარსა ეხლა მართლა შაქარი მაქვს და მე ვთხარი არა თქო ეს არ არის მე ვთხარი წყალი თქო ეს არის არაყი თქო დავათრო ეს იმანის დაათრო და ის ყველაფერი აირია თქვენ ცით იქ რა მოხდა დედამისი შემოვარდა თმებით იტრიხეს თავისი რაღაცა გოგო თუ ვიღაცა შვილი ორგანიზატორს უთხრა რომ მოკლავთო და ორგანიზატორი ისე გაქრა არ ვიცით რა მოხდა და ყველაზე სამარცხვინო იცი რა იყო რომ მე შემწყვა პირველად რომ ვიყავი ქართველი რატო გოგოები რომლებიც იქ მონაწილეობდნენ მე სახელდაგვარს არ დავასახელე საქართველოდან მე და ნინო გამოვდივარ და რას ვხედავ ამ აზერბაიჯანელ რა ქვია წარმომადგენლებს სასტუმროს ხარ დაჭერილი და მოპარული აქ პირსახოცები ხალათები და ჩუსტები და აი ესეთი გორა იდგა და გითხრათ ვოტ ვი გრუზინი აი ესეთები ხარ თქვენ ნინო ნამდვილ ამბავს ყვება დათო არა ნამდვილ ამბავს ყვება ძალიან მეცინება ეხლა მეუბრალოდ ამბავზე და თან რა იყო იცი რომ ოღონდ რაღაცა მაშინ ახალი გახსნილი იყო ეს სასტუმრო ევროპა ბაქოში რა და ეს ხუთვარსკვლავი სასტუმროები ცოტა რაღაცა ისეთი ზედმეტი ფუფუნება იყო მაშინ და ნუ ეხლა იმ გოგოებისთვისაც ეხლა ძალიან ბევრი ძალიან საყვარელი იყო ხო ესეა ხო და რომ გამოვედით გაგვაჩერეს და გვითხრეს რომ ნუ ვერ წახვალთო და რატომ ვუთხარით რა და ნუ იმიტომ რომ თქვენ რაღაცა მოიპარეთო და ნუ ვიფიქრეთ რომ ალბათ იმ გოგოს დედამ რაღაცა ქართულმა მოდელებმა მოიპარეს ხო და ჩვენ ვიფიქრეთ რომ იმ გოგოს დედამ ვინაიდან და რადგანაც იმ გოგომ ვერ გაიმარჯვა და ეს პარიკი მოაგლიჯა და ცემა იქ ალბათ ეს ქალი რაღაცას ნუ გვიწყობს თქო და გახსენითო ისენიო რა ქვია ჩემოდნებიო თქვენიო და რამდენი გოგო ვიყავით არის მეგონი 18 გოგო გაგვახსნევინეს ჩემოდნები წარმოიდგინეთ რომ ამოიღეს ხალათები რომ ეწორა ჰოთელ ევროპა თუ რაღაცა აქ ესე რა ეს ქართულმა მოდელებმა მოიპარეს სასტუმრო ქართულმა მოდელებმა რატო გიკუშნო და რა როდესაც საქართველოს სახელი გადის მის ფარგლებს გარეთ იქ თითოეული ადამიანი უნდა იყოს შემოწმებული ვინ წავა რა წავა და მე მცხვენია როდესაც აი მე ნინოსთან ერთად ვიდექი და მე შემცხვა ეს შეიძლება რაღაც სასაცილო ფაქტია მაგრამ ეს სასაცილო ფაქტი არ არის 2 წლის განმავლობაში იმ კონკურსს არც ერთ ქართულს აღარ უშვებდნენ იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნეთ თქვენ ხართ ქურდები თქვენ ხართ ბანდიტები ნუ წარმოიდგინეთ ჩვენ დავიცავით რომ გამოყვა ეგონათ რომ ამ სასტუმროში შედიოდა რომ ეს უნდა წაიღო ნუ ვამართლებით ეხლა ესე ქუჩაში ხوار დავყრიდით ჩვენ იმ ადამიანებს არ შეიძლება ეს არ კეთდება თქვა იას ვებძვით ჩვენ ყველა კომპეტენტური ადამიანი უნდა შეიკრიბოს და უნდა გადაწყდეს და პრობლემა არის ქალბატონ იას
აქ ერთი პრობლემა. მე თანამშრომლ ფიასთან ძალიან კარგად ვარ, ეხლა მეგობარი არ არის ჩემი, მაგრამ მე იას გოგოებს ვიღებ, მომწონს და ვფიქრობ, რომ იას გოგოები არიან ერთ-ერთი კარგები დღესდღეობით თბილისში. მე მომწონს ყოველ შემთხვევაში. მაგრამ არის ერთი პრობლემა. იას მინუსი არის ის, რომ მას აქვს 5 წლიანი კონტრაქტი, ეს ერთი და მეორე. შენ თუ გინდა მიიღო მონაწილეობა მის საქართველოს, შენ უნდა მიაწერო კონტრაქტს, რა პაჟიზნენი, რაც არ შეიძლება რომ მოხდეს. არა, მოდი გავაკეთოთ როგორი კონტრაქტი ვიტყვი და ძალიან კონტრაქტი მე მაქვს სახში. მე მინდა ჩავე. სახში და ოფისში ერთი წამით იურისტთან ერთად შევისწავლეთ ეს კონტრაქტი და ნახეთ. მაგის დარღვევა ხო? დაგვიჯდა 5000 ევრო. რაც არ არის სწორი. იმიტომ რომ მე მაქვს აგენტო ევრო. მე მაქვს აგენტო და მინდა რომ ჩემმა გოგომ მიიღოს მონაწილეობა მაგ კონკურსში, მაგრამ რა ხდება იცი? გოგო მიდის იქ, კარგი გოგოები ბევრია. მიდის იქ და ეუბნებიან, შენ თუ არ გახდები ჩემი სააგენტოს მოდელი, შენ კონკურსში არ მიიღებ მონაწილეობას, რაც არ შეიძლება. მე მაინტერესებს რა, იცი ნუ, კი სწორი ფორმა ის რომ ადამიანს რომელსაც სურს მიიღოს ია კიცმარიშვილის ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობა, აუცილებლად უნდა გადაიხადოს რაღაცა თანხა თავიდან. იცი რა არის, მე გეტყვი მარტივად. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაღაცა ღირს, ხო? იქ არის მინიმალური საფასურია, 20 ლარია, მე მგონი თუ რაღაცა. უბრალოდ იმისთვის, რომ მიიტანო შენის ფოტოსურათი და დარეგისტრირდე. მე მიხვიდე და ნახოს. უჭერს, ძალიან ბევრი გოგონა არის ესეთი თბილისში. მე მსურს ამ შემთხვევაში ამ გოგონას სურს რომ მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსში. იცი რა არ გაახტევით. აი ამაში მე იას ზუსტად ვიცი რომ ის არ გადაახტევით. იმიტომ რომ მე რომ მივედი გიორგი, იას უბრალოდ ძალიან მოვეწონე და მითხრა, მომისმინე დამამთავრებული. რომ ფულს არ ახდებინებს გაჭირვებულს. ძალიან გთხოვთ. გაჭირვებულს და კარგებს ვლაპარაკობ. ძალიან ბევრი ფაქტი არის იმისა, რომ ია კიცმარიშვილი ახსევინებს 200 ლარს გოგონებს რომ მიიღოს მონაწილეობა. მე ხალბატონი ია, არც ჩემი მეგობარი არ არის, არც ჩემი ნათესავი არ არის, მაგრამ მე როდესაც ის გაიცანი, მან მითხრა დამამთავრებული. ეს ისი პრობლემა. კომპანია სამეთლი არ გადამიხია 40 როგორ ჩატარდება კონკურსი? მითხარი კომპანია თუ არ არის დაინტერესებული. კარგი, მაშინ დავსვავ ესე შეკითხვას ნუკიზე. აი მე ხალხი სადაც ხალბატონი ნატალიზის რომელმაც საერთოდ ეს ყველაფერი მე მგონი დაბადა და მოიგონა და სადაც სოფოზის ჭონია ეხა მე არავის არ ეგონოს რომ მე არ ვიღაცის მიმართ პრეტენზია გამაჩნია ეხა კულისებში ვსაუბრობდით რომ ცხოვრებაში არავის ისეთი არ მithქვია თქო მაგრამ ეს ორი ადამიანი ისე საქართველოს არა ვართ ჩვენ ჯერ იმ დონეზე რომ ამ ბიზნესზე ცოტა ესე ვილაპარაკოთ. როდესაც ჩვენ დაიწყე ტელევიზიაში მუშაობა ია კიცმარიშვილმა შენ თავში არ შენ გარეგნობს ხეულში მოითხოვა თანხა. კი, იმედმა იყიდა ნუკი კოშკელიშვილი. უხეში გაგემიქრა. ეს არის მონო. ბრავო, იმედს და ძალიან დიდი მადლობა. იყიდე, გაყიდე. ეს ხო სოციალური ადამიანია. რა არის? ეს არის თანამედროვე ბიზნესი. მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ტელეკომპანია იმედი. რომელი თანამედროვე ბიზნესი საქართველოში რა ბიზნესია საუბარი? მაგრამ მე რო იცი რა არის? მე რო არ ყოფილი ეხმარება გაჭირებულ ადამიანს, რომელსაც არ ახტევინებს 200 ლარს, მაშინ შენ რატო გაგყიდა იმედა? ჯერ გაგყიდა მე 5000 ლარი გადაიხადა ტელეკომპანია იმედმა იმისთვის რომ ნუკი კოშკელიშვილი ის დაერთოთ ნებართვა ჩვენ ტელევიზიაში. გეხვეწები მათ ქმნები. არც ისეთი ძვირი ყოფილა. ეს კაია, აღარ მოდელო. რომდენზე გრძელდება ეს კონტრაქტი? როდის მათ ქმევინეთ. რანუკა დასვა და მინდა რომ გავცეთ პასუხი კომპეტენტურმა ხალხმა. აი როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს და აინტერესებს ადამიანს ხო რა მეც მაინტერესებს დავიბენი. აი ეს მარაზმი როდემდე უნდა გაგრძელდეს. აი მე ვიტყვი რა გეხვეწები რა. ბიზნესია, კი ბატონო, ხო იშოვა ეს 5000 ლარი. გასაგებია, წარმატებული გარიგება აღმოჩნდა. დიდი მადლობა, ეს არის ყველაზე ცხელი ток-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომელიც საქართველოში სილამაზის კონკურსებისა და შემდგომი საამოდელო სააგენტოებისა და მოდელების ურთიერთობის შემდეგ იქნება. ახლა სტუდიაში შემოგვერთდება სააგენტო იმიჯ ცენტრის ორი მოდელი. ესენი არიან თაკო დარახველიძე და თეონანავა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათთან კაბალური კონტრაქტებია გაფორმებული. თაკო და თეო, დღეს შენ აღარ ხარ უკვე იმის ცენტრის მოდელი, გადახვედი სხვა სააგენტოში, რატომ წამოხვედი? ანუ იყო გარკვეული რაღაც პრობლემები, მაგრამ არა ისეთი სერიოზული. მე მქონდა კონტრაქტი 3 წლით და ვთვლი რომ ეს კონტრაქტი უნდა იყოს შექმნილი, რომ ორივე მხარეზე უნდა იყოს მორგებული, როგორც სააგენტომ უნდა შეასრულოს თავის ვალდებულებები, ასევე მოდელმა, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო ის, რომ უფრო მეტი ვალდებულებები ეკისრებოდა მოდელს, ვიდრე სააგენტოს და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რადგანაც მე წამოვედი ამ სააგენტოდან. ანუ შენ ფიქრობ, რომ ეს კონტრაქტები არის კაბალური, ანუ თქვენი მოდელის უფლება არის ზარღვეული? ну შეიძლება ითქვას რომ კი.
თაკო დღეს შემოხვიდით ჩვენთან კონტრაქტი, სადაც გაწერილი არის დეტალური ხარჯი. მე წავიკითხე გადაცემის დაწყებამდე ეს კონტრაქტი და აქ მითითებული რომ საჩუქრებიც, რომელიც შენ გაჩუქეს, ეს ყველაფერი არის ხარჯი და თუ შენ მაგალითად დაიწყებ მუშაობა სხვა სააგენტოში, ამის ფული უნდა გადაიხადო. მოგვიყევი ამის შესახებ. ასე ნამდვილად მე ვიღებდი კონკურსზე New Face Model Search-ზე მონაწილეობას და როდესაც დამთავრდა კონკურსი, მოგვაწერინა ხარჯსაღრიცხვაზე ხელი, სადაც ჩაწერილი იყო ყველა ის საჩუქარი, რაც სხვადასხვა კომპანიამ გაჩუქეს. და შეადგენდა 1150 ლარს. შეიძლება რომ წავიკითხო შენი ნებართვით ესეა? ეს არის კონტრაქტი, რომელიც კონკურსის მონაწილემ გააფორმა, მე მინდა წავიკითხო უბრალოდ. არ არის მონობა? ვერცხლისფერი სამუჯიური მაღაზია ზარაფხანისაგან 40 ლარი, მაისური მაღაზია ზარაფხანისაგან 20 ლარი, წინა შესარჩევი ფინალისათვის სტილისა და ვიზაჟისტის მომსახურება 100 ლარი, ჯამი 160 ლარი. ამ ხარჯთაღრიცხვით შემდეგ უნდა გადაიხადოს თანხა უკან. არა, ეს ხდება შემდეგ ჩემი გამომუშავებული თანხიდან აღებული პროცენტით, რომელიც შეადგენს 20-დან 50%. და სააგენტომ უნდა იზრუნოს ჩემ სამოდელო კარიერის განვითარებაზე, რაც რეალურად არ ხდება, იმიტომ რომ უკვე 1 წელია რაც კონტრაქტი მაქვს და სააგენტოს შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ არც ერთხელ არ აქვს არც ერთ კასტინგზე ჩემთვის ზარი დარეკი. იცი მე ვერ ხვდები რას. მე ევროპაში სხვადასხვა სააგენტოში ვიყავი Პარიზში და მიზეზების გამო ვერ მე ვიტყვი მაგას ეთერს გარეთ. ვერ დავჭი. ეთერში მაინტერესებს უბრალოდ რომელ სააგენტოს ეთერს გარეთ გეტყვით ამას. ძალიან ხშირად. ვერ მივახცე წარმატებას არა. კარგი პირდაპირ ეთერში გეტყვი რომ ჩემ ყოფილ ქალთან ერთად ვისთან ერთად ვიყავ, ვიჩხუბე და ჩამოვედი საქართველოში. ეს იყო მიზეზი. მაგრამ მე გეუბნები სხვა რაღაცას. რომ უბრალოდ ქალმა წაიყვანოს Პარიზში, ჩააცვას, დაახუროს და იქაც სააგენტოში მოაწყოს და არა იმიტომ რომ კარგი მოდელი ხარ. მაგიტომაც დაგიწუნა ეთყობა ია. კარგი მოდელი რო ვარ. კარგი. 1-0. კარგი მოდელი ვარ, ეს დამტკიცდა საქართველოში და ფაქტია. ამბიციური განცხადება არ არის. და მეორე, ადამიანს როდესაც ჩუქნიან საჩუქრად, მითითებულია ჩუქნიან. როდის ჩუქნიან? მის საქართველოს თუ ელიტის გარეთ ჩუქნიან? თუ მაგის მონაწილეები? ზარაფხანა მაჩუქა საჩუქარი? ზარაფხანა იყო ოფიციალური სპონსორი, იცი რა? საზღვარგარეთ გოგონას უნდა რომ მოხდეს ამერიკაში ელიტის სამოდელო სააგენტოში, მაგრამ საჩუქარი ეს რას ნიშნავს? მე შენ გაჩუქე. არა, ერთი აქ ხوار არის საუბარო. მე დავრეკე, მე იაკით მარიშვილის ანგარიში მიხმარე მობილური. მაგრამ ყველას გვინდა რომ დასავლეთის დავეცგავსოთ. მადლობა, ჯიჯი გისმენთ. არის კიდევ ერთხელ გეუბნი პრობლემა კონტრაქტებში ის რომ 5 წელი ზოგადად ან 3 წელი არსებობს, ეგეთი რაღაც არ შეიძლება. წესით იას უნდა გადაახტევინონ ძალიან დიდი ჯარიმა. რახან ის იღებს და ფიქრობს რომ 3 წელი შეიძლება მოდელი იყოს, მაგრამ პრობლემა რა არის? კანონი არა გვაქვს. ანუ სანამ კანონი არ შევა, იას ვერაფერს ვერ გაუკეთებთ და პრეტენზიას ვერ გასაგებია, ნატა, რა იაზე არის პრობლემა და ეგრე არ არის. У нас нет вообще законов никаких, да. მთელ მსოფლიოში, მაგალითად საფრანგეთში, თუ ადამიანს უნდა გახსნა სამოდელო სააგენტო ან კონკურსი ჩატაროს, არ აქვს მნიშვნელობა რა. ამ სფეროში კონდეს რაღაც მოღვაწეობდეს ამ სფეროში, აუცილებელია რომ არის ცალკე მოდის სინდიკატი, ანუ რომელიც ეხება თქვა დიზაინერებს ეხება მათ, არის სამოდელო სააგენტოების, რომელიც გაძლევს ლიცენზიას შენ რო გახსნა ან სააგენტო ან გააკეთო. საქართველოში კანონი არ არსებობს, არც მოდის, საერთოდ მოდის სფეროში არანაირი კანონი არ არსებობს და იმიტომ არის აი ეს არეულობა დღეს ძალიან გამოსწორებული ადამიანი. გაქვს ძალიან ბევრი ევროპულ სააგენტოსთან კონტაქტი. რა უნდა გაკეთდეს საქართველოში იმისთვის რომ ეს ყველაფერი იყოს რეგულირებული? პირველ რიგში ეს უნდა არსებობდეს კანონი. კანონი უნდა იყოს სამოდელო სააგენტოებზე, უნდა იყოს რაღაც ორგანიზაცია, ხა არ ვიცი, ხა მე ვერ ჩამოვღალ ასოციაცია, რომელიც დააწესებს ამ წესს, რამდენ ხნიანი შეიძლება იყოს კონტრაქტი, ხო? ხელშეკრულება მთელ საფრანგეთში მაგალითად 3 თვეზე მეტი ხშირ შემთხვევაში უფლება არ აქვს სააგენტოს, იმიტომ რომ აი ეს ლიცენზიას როცა გაძლევენ, უკვე ეს წერია, ყველაფერი გაწერილია. ჩვენთან რო შემოიღონ ეს კანონი, ამ კანონის მიხედვით რო გადაამოწმო, იქ ოფისსაც კი როგორი ოფისი გაქვს მაგასაც უყურებ. რატო არ ითხოვთ ამას აქამდე? რატომ არ იქნებებით? რატომ არ გინდათ რომ იმსჯელოთ? მე არ ვითხოვ, რადგანაც სამოდელო ბიზნესიდან სწორედ ამის გამო მე სამოდელო საქმიანობას თავი დავანებე. მოდელებით აღარ ვარ დაკავებული. ძალიან მარტივად გეტყვით, რადგანაც არ არის კანონი,
საქართველოში და ეხლა მე არ დავიწყებდი აქტიურ ბრძოლას. შეიძლება ჩემი ბრალიც არის, მაგრამ რადგანაც არ არის ამის კანონი, მე ხელშეკრულებას დაუდებ მოდელს და ჩადებ უამრავ რაღაცას ამ ხელშეკრულებაში, მაგრამ ეს ამ ხელშეკრულებას არ აქვს ძალა. იმიტომ რომ შენ ამ ხელშეკრულებით რა უნდა უჩილო, სად უნდა უჩილო და რა უნდა გასაგებია, სოფო ხომ არ არის გარკვეულწილად სამმართველო ბიზნესში ჩართული ადამიანების ბრალი ეს ყველაფერი თავად თქვენ არ ერთიანდებით, არ ფიქრობთ რომ იმ შეძლოთ ამ ყველაფერს რომ დაარეგულირებთ. ყველაფერში რომ ჩვენთან ერთი და პატარა ქვეყანა, საკმაოდ პატარა ქვეყანა იმისთვის რომ იყოს 2 მოდის კვირეული, 500 სააგენტო, 900 სილამაზის კონკურსი. ეს უნდა იყოს 1 მოდის კვირეული და 2 ორგანიზაცია აკეთებს, რომელიც 2 დაიგებენ საქმეს აკეთებენ, არის 5 თუ მაქსიმუმ 10 დიზაინერი, ხო? უნდა გაერთიანდნენ. სამოდელო სააგენტოები რაღაცა კატეგორია, რომელიც აი ეხა წინა ბლოკში იყო ვიღაცა მის ბიკინის აკეთებს, კი ბატონო, აკეთოს, მაგრამ ამის უფლება უნდა კონდეს იმას, იმ დონეზე უნდა აკეთებდეს, რომელიც არის. ჩვენ ძალიან ბევრჯერ შევიკრიბეთ ქალბატონ ნატასთან ერთად, ძალიან ბევრჯერ, უკვე მე მგონი ბოლო 1 წელია ძალიან ხშირად ხვდებით ამ თემაზე ვსაუბრობთ, რომ საჭიროა რომ სააგენტოები გაერთიანდნენ, რაღაცა ერთი აზრი ჩამოყალიბდეს და იმაზეც ვიმსჯელეთ, რომ არის კანონი აუცილებლად მისაღები მოდი შეერთიანდნენ. არა, არის აბსურდის ის. არა, სხვა მიზნით, რომ ასოციაცია და მივმართოთ რაღაცნაირად, რომ კანონმდებლობა იყოს. ასოციაციაში საფრანგეთში მაგალითად ის ორგანიზაცია, რომელიც აძლევს ამ ლიცენზიას, არც ერთი არ არის სამოდელო სააგენტოს პატრონი нейтралури ხალხი არის ყოველთვის. Просто слушаем, какие есть плюсы и минусы, да, чтобы отсюда исходя. Все время эшинет. Албат эшинет меня. Я почему-то, наверное, проглочу всех. Албат. Лалик эшинет, это შეიძლება გადაკლავ. Ჩვენ სააგენტოზე და ნატაზე არის. ჩვენ ძალიან კარგად მეგობრობთ. არ ვიცი, вот такие случайные агентства. Понимаешь, столько агентств საქართველოში არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს, მართლა. ეს არის это уже противно смотреть, насколько упрощается все абсолютно. Профессионализм теряется. Ай коხედა последнее время на Fashion Week-ა, ხო, აი. ჯიჯი, როდესაც საუბრობენ მოწესრიგებულობაზე, ესთეთურობაზე, შენ გიწევს ამ მოდელებთან საუბარი. ძალიან ხშირია მოსაზრება, რომ ისინი არიან მოუწესრიგებლები, ძალიან ხშირი. Должно быть იცი რა, კი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მაგ მოდელებს არ ვაბრალებ, ან ნუ დედის პრობლემაა ზოგადად თუ არა სწავლა ბავშვი რო იცი რა. რა პრობლემას აწყდები შენ ფოტოგრაფი მართლა მუშაობის დროს? ეპილაცია, ეს არის, არ უნდა კონდეს გოგოს ჩემნაირი, ხო, რაღაცა თმა. ვერ დავასახელებ, просто შანსი არ არის, მაგრამ ბოლო წელს მოხდა ესეთი რაღაცა, როცა ამარტაჟის პროექტისთვის ვაკეთებდი რაღაცა ჟურნალისტვის ფოტოსესიას და მაღაზიასაც ვერ დავასახელებ. ნუ წამოვიღე რაღაცა საკმაოდ ისეთი ბოლო კოლექციის ტანსაცმელი. ნუ იქიდან 2 ერთი მაისური და ერთი რაღაცა ვერ ფიზიკურად ვერ დავაბრუნე. რატომ? იმიტომ რომ cycles time დაემთხვა. როგორ თქვა? მოდელს როდესაც ანაზღაურება აქვს მინიმალური და ერთ-ერთ fashion week-ზე არ ვიტყვი ხა სახელს რომელია 20 ლარი აქვს მოდელს ჩვენებაში მე მგონი ამ გოგოს თმა კი არა ჩემზე მეტი თმა რო კონდიცია $20 დოლარია რო იცოდე როგორ მოსკოვში არის $20 არა მოსკოვს ნუ შევადარებთ და მოსკოვში იმდენ სამოდელო სფერო ისე არის განვითარებული ჩვენ ნუ შევადარებთ იმიტომ თბილისში მე მგონი ტარდება ეს fashion week-ების მოდელებს უხარია რო აუდიტორიას აქ რამდენიმე რეპლიკა გისმენთ რიგში დავიწყებ იმით, რომ თვის ვარცხნილობასაც ჭირდება რაღაც გარკვეული თანხა. გიორგი, რატო არ დადიხარ მოუწესრიგებლი თმის ვარცხნილობით? ძალიან მაინტერესებს ეს პირველი კითხვა. რატო გაქვს თმები გაკეთებული? შენ გაქვს ანაზღაურება 20 ლარი. რითი იკეთებ თმებს? რითი იხდი ფულს? იცი რა, ხა მომისმინე გეტყვი ესე. ჯერ ერთი რომ მე არა მარტო მოდელი ვარ, არამედ ვარ ტელერადიო წამყვანი. გასაგებია. საკმარისი ანაზღაურება მაქვს. მეორე საერთოდ არ მაქვს თმა მოწესრიგებული. როგორც დავიბანე და როგორც გაშრა თავი, ისევი არა, აი შეხედე. როგორც არის. კი, გეტყობა ყოველთვის აუცილებლად. მესამე. როგორც ძალიან უცილებლად. თავს არა, მაგრამ მარტივ იმაზეა საუბარი, შინაგან სისუფთავეზე და ჩაცმულობაზე და ეს თუ სხვა რაღაცა შევეხე ამ შემთხვევაში. კარგით, დავაკვირდეთ. ერთი კითხვა მაქვს, ძალიან დიდი ბოდიში, ერთი კითხვა მაქვს იასთან დაკავშირებით. რაც არ უნდა საშინელი იყოს ია.
აქ არიან ის მოდელები, რომლებიც უბრალოდ არიან დაბოღმილები, ჩემი აზრით. ანუ შენზე და დიაზე. უნდა ვიყო დაბოღმილი. ანუ შენ ხარ დაბოღმილი, ჩემი აზრით, დია. არა, კი, შენ ხარ დაბოღმილი. რაიმე, გეხოცებ. ერთი ახალგაზრდა. შენ რომელ ახალგაზრდა? თვითონ არის დაბოღმილი ჩემი ზუსტად. ჩემს წარმატებული. გორი ხო და გოლისაში დარჩები მარტივად. გასაგებია, შენ თბილისში იყავი. აგინდა რა თქვა, ცუდი ადამიანია, რა შენისავდა ძალიან მოკლე. ჯერის ვერ გაიგეთ, მაგრამ მოწესრიგებული მაქვს თუ არა ეხა ეს კარგი, ვეყოფა პრივატულ თემებზე საუბარი. ცუდი არაფერი არ არის. რატო ასწორებ ყველას მიწასთან? ერთი იყო და დიასეც. იმიჯს იქნის ჩემი აზრით, ეს არის იმიჯი, რომელიც არ გამოსდის. ერთგვარი რეზიუმე გავაკეთოთ გადაცემის ამ ნაწილის ძალიან მწვავე დისკუსია გვესმის აქტუალური თემა, თუმცა პირობას გაძლევთ, როდესაც თქვენ შეიკრიბებით, გარკვეულ ნაბიჯებს გადადგავთ იგივე ფედერაციის შესაქმნელად, ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწვევთ, გისმენთ დათო. აი მაგალითად მე ხარ არ ვიცოდი რომ სოფომ დატოვა და წელს ეს გულდასაწყვეტ ესეთი ადამიანები თუ ამ ცუდი სიტყვა აი ამ ბაზარს მიატოვებენ და წავლენ ეს დარჩება აი ამ ნახინჯების ხელში და ვაფშე სულ დავიღუპებ. მოხები. დიდი მოხები. სოფო. იმედ გაცრუება მქონდა მართლა დიდი. და მაგის გამო დავანებე თავი. იმიტომ რომ მივხვდი რომ ამ ყველაფერს არ აქვს აზრი, ვიხარჯავდი უამრავ თანხას, საკუთარი ჯიბიდან ვდებდი, არ ვიცი, გამუდმებით რაღაცა უაზრო ხარჯები მქონდა და მივხვდი რომ ეს სფერო საქართველოში კიდევ დიდხანს არ იქნება, ამიტომ დავანებე თავი და საზღვარგარეთ გაგზავნა მოდელების, ქართველი მოდელები იმდენად არასანდო არიან ამ მხრივ რომ რატომ არიან არასანდო? ნუ მაქსიმ აი გეტყვით, ბევრი შემთხვევა მქონდა, ერთი მაგალითად ესეთი იყო, გოგონას უნდოდა ძალიან პარიზში წასვლა, გავაკეთე ხელშეკრულება, მოველაპარაკე სააგენტოს რომ ის წასულიყო საფრანგეთში, ჩამოვიდა კონტრაქტი, ვეძებ ამ გოგონას რომ ხელი მოაწერო და გოგონა არ არის. სად არის გავიგე გათხოვდა. მეორე გავაგზავნე გოგონა მოდელი სამუშაოდ საზღვარგარეთ, ჩავიდა და გათხოვდა. და სულ გათხოვების პრობლემა და მოდის ბიზნესი იყენებენ იმისთვის რომ სარფერად გათხოვდნენ? მოდის ბიზნესი კი არა, მაგასაც გეტყვით ზუსტად პორტფოლიოს, რომელიც აბსოლუტურად უფასოდ უკეთებდით და ჯიჯი იღებდა აბსოლუტურად იდეალურ ფოტოებს და იქ ძალიან ბევრი კორექციები შედიოდა კიდე ყველა ნაკთების და ჯადოსნური ფოტოშოპის მართლა დახმარებით. ეს გოგონები ამ პორტფოლიოთი უკვე ჩაცმული, დახურული და მომზადებული იმისთვის რომ გადაყოლილი ვარდზეთ თხოვდებოდნენ. მშვენიერი გზაა. ჩვენ პრობლემები გვაქვს, მე სააგენტოები, ჩვენ მაზერ სააგენტო ვარ. დედა სააგენტო როცა ხარ, მე პრობლემა გაქვს იმ სააგენტოსთან, იმიტომ რომ შენ გაქვს იმ სააგენტოსთან კონტრაქტი და არა იმ გოგოს. ხვდები, ანუ ჩვენ გამოვდივართ, მე კონტრაქტი არ დევს, არ უნდა გათხოვდეს? დევს. მაგრამ ამ კონტრაქტს სად მივიტანო? არ არის კანონი ამის. Канони არ არის და კანონი რა შოშო Потому смешно контракт, когда идет разговор о контракте. ხო, მაშინ ყველა სააგენტოს ვაფორმირე, მაგრამ აქ უკვე ადამიანური ფაქტორი მქონდა რომ კი, არა, კი, რა, ჩვენ არ ვახტევინებთ, ხა როგორ გინდა გადაახტევინო, მითხარი. მე არ ვახტევინებდი. ჩემი ის არის რომ მე გთხოვდებოდა და кайგად. ჩვენ ვერ ვახტევინებთ. ვერ ვახტევინებდი. მაგიტომაც დავანებეთ. გაჭირვებული ოჯახიდან არის და ვიცი რომ არა აქ ის თანხა რომ რაც მე დავხარჯე ის ამინაზღაუროს არ ვახტევინებდი. ამიტომ დავანებე. ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ყველაზე ცხელი ток-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. გადაცემის მესამე ნაწილში ქართული მოდის ინდუსტრია და ქართული დიზაინერები ჩვენ სტუდიაში. ეს არის ყველაზე ცხელი ток-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსით ტელეკომპანია იმედის არხზე. ეს ჩვენი დროა. გადაცემის მესამე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ქართული მოდის ინდუსტრიის შესახებ. სოფო ჭყონიასთან მინდა გადავიდე კითხვით. სოფო, მოდის ინდუსტრია იყო ჩემი რეპლიკა და შენგან იყო ღიმილი. არსებობს საქართველოში მოდის ინდუსტრია? არა, მოდის ინდუსტრია ეს ისეთი ხმამაღალი ნათქვამია ხა საქართველოში რაც ხდება, რომ მე მგონი მოდის ინდუსტრია, მოდის ბიზნესი ეს საქართველოში არ არის. სოფო, თავად ქართულ დიზაინერებს მიმართა იმისთვის რომ მათ შეგიქმნან სამოსი. მე რო შემიქმნა? შენთვის რომ შექმნა სამოსი. იცი რა, სიმართლეს გეტყვი, რომ ეხლა რაც დავაარსე ახალი კომპანია, იმის შემდეგ დავინტერესდი უფრო ღრმად ამ ქართველი დიზაინერებით და კი, რატომაც არა, მე მომწონს რამოდენიმე დიზაინერი, რომლის სამოს სიამოვნებით ვატარებ. რამდენია საქართველოში დიზაინერი, რომელიც პოტენციალურად, რომელსაც შეგვიძლია დავარქოთ, რომ ისინი არიან დიზაინერები? ცოტა, მაგრამ არიან, არც ესე არ შეიძლება თქვა, ნიჭიერი ძალიან ბევრი არის, მით უმეტეს საკმაოდ საინტერესო დიზაინერებიც ყავს, უბრალოდ პრობლემა სწორედ ის არის, რომ ამ დიზაინერებს არ აქვთ იმის
თანხები, იმის ცოდნა, რომ თავისი ესე ვთქვათ, თავისი ბიზნესი, თავისი პატარა რაღაცების ააწყოთ. რა ცოდნა სჭირდებათ? მე პირველი ესეთი ძალიან სერიოზული ესეთი პრეტენზია მაქვს სამხატვრო აკადემიის მიმართ. რატომ? სამხატვრო აკადემიაში არ არის დიზაინის სკოლა არ არის ჩვენთან, მოდის. ეს იმდანაც ეტყობა ახალი ხილია, ესე ვთქვათ, რომ არ არის, იმიტომ რომ დიზაინერმა მარტო ხატვა და როგორ შექმნას კოლექცია, ეს არ უნდა იცოდეს, დიზაინერმა უნდა იცოდეს, როგორ უნდა შექმნას ისეთი კოლექცია, რომ ეს კოლექცია იყოს ანუ საქართველოს სამხატვრო აკადემია დიზაინერებს ვერ ზრდის? გამერჩას. ვერა. თათა, შენ გაქვს სამხატვრო აკადემია დამთავრებული თუ არ ვწდები? იცი რა არის, მე როცა აკადემიაში ვსწავლობდი, მაშინ საქართველოს ხვანაირი ცხოვრები ცხოვრობდა. მე როდესაც სტუდენტობა გავატარე, მაშინ საქართველოში რამოდენიმე წარმოება არსებობდა, რომელიც მუშაობდა. აკადემიაში გქონდა ესეც საწარმო პრაქტიკა და ზაფხულში წარმოებებში მუშაობდი ჩვეულებრივად და გქონდა გამოცდილება ან წარმოებაში გამოგვეყენებინა ჩვენი პროფესიონალური ცოდნა. სამწუხაროდ, როდესაც მე სამხატვრო აკადემია და უკვე დავამთავრე, ისეთი პერიოდი იყო, რომ სამოქალაქო ომი დაიწყო და იმ დროის მერე ფაბრიკები გაჩერდა, სამხატვრო აკადემია გადავიდა სხვა განვითარების საფეხურზე და ცოტა რთულია ამ საკითხზე მსჯელობა. ანუ ბაზა სამხატვრო აკადემიას ფიზიკურად არ გააჩნია, საერთოდ შეიძლება სასწავლო პროცესი განახორციელოს. იმიტომ რომ ეს დეფიციტი რეალურად ქართულ სინამდვილეში იდგა, დიდი ხანი ვფიქრობდი რა შეიძლებოდა სიტყვა როგორ უნდა გამომეყენებინა მე ჩემი პროფესიონალური გამოცდილება და გადავწყვიტე რომ რამდენადაც არ უნდა ეხა ხმამაღალ ნათქვამად ჟღერდეს ალტერნატიული სკოლა შემეთავაზებინა ქართული რეალობისთვის და ჩამომეყალიბებინა არა სამხატვრო აკადემიის ტიპის მსგავსი სასწავლებელი, არამედ პროფესიონალური სკოლა. შენ შექმნილი გარკვეულწილად ერთგვარი შენი მინი იმპერია, სადაც ასწავლე, შემდეგ შენ მათვე ასაქმებ და ქმნი პროდუქციას. თუმცა გარკვეულწილად საქართველოში ზოგადად ქართული ხალხი არის ძალიან ამბიციური. ყველას გააჩნია საკუთარი ამბიციები. იგივე ალბათ არის მოდის ბიზნესში, სადაც ერთმანეთს დიზაინერები არ აღიარებთ. ამ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათად ვხედავთ თათა ვარდანიშვილის შექმნილ ფეხსაცმელს იგივე სხვადასხვა ჩვენებებზე. რატომ? თქვენს რომელიმე ქართველმა დიზაინერმა, რომელთან ერთადაც თანამშრომლობა არ შემდგარა ჩემი, ანუ ახალგაზრდებზე და დამწყებებზე ეხა არ ვსაუბრობ. შენ კონკრეტულად ვსაუბრობ პრობლემაზე. ხო, პრობლემა, იმიტომ რომ არის ეს პრობლემა. ძალიან დიდი პრობლემა, კომუნიკაციის პრობლემა არის ადამიანებს შორის, იმიტომ რომ ურთიერთობის პრობლემა, ადამიანების მარტო თანადგომის პრობლემა კი არა, ყველაფრის პრობლემაა, იმიტომ რომ თუ გვინდა ჩვენ შევქმნათ მოდა და ვისაუბროთ მოდის ინდუსტრიაზე, ჯერ უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს ეს. ჩვენ დიზაინერები წელიწადში ორჯერ უნდა შევიკრიფოთ, განსაზღვროთ წლის ფერი, სილუეტი, მოცემულობა და ასე შემდეგ. ვერ, ხო, იმიტომ რომ ვერ კომუნიკაცია არა გვაქვს ერთმანეთთან და რა მაგაზი არ არის თქვენ მე ვერ დავიჯერებ რომ საქართველოში შეიძლება შეიკრიბონ დიზაინერები და თქვენ რა მსოფლიოს დაუწესებთ რომელი ფერი ატარონ და რა სამოსი ატარონ საქართველოში. რა შუაშია სოფო ვერ გავიგე საქართველოში დააწესებ იმას რასაც ქართული რეალობა კარნახობს. საერთოდ ესე უნდა ქართული მოდა არის მეცნიერება. კოსტუმის შესახებ. არ არის ესაო, მე დავამთავრე მოსკოვის ტექსტილის აკადემია და ვიყავი ძალიან კრეატიული სტუდენტი. და საერთოდ სტუდენტები, ახლანდელი სტუდენტები, რომ შეხედოთ, აი ვერ მიხვდები დიზაინერია, კულინარიის სპეციალისტია თუ ინჟინერია, აი ვერ მიხვდები რა. რა სისულელია? დიზაინი და საერთოდ დიზაინერი უნდა იყოს შემოქმედი, პირველ რიგში უნდა იყოს შემოქმედი. გასაგებია, დიდი შემოქმედებაა მთავარი და თუ ერთი დიზაინერი მეორე დიზაინერს არცემს პატივს და მის შემოქმედებას ციცი არის არც ერთ ქვეყანაში არც ერთი დიზაინერი არ ცნობს მეორე დიზაინერს რა ვერავინ ვერ დამარცხებს კარგი დიზაინერები რა თქმა უნდა არია პოტენციალი არსებობს ურთიერთობის მხრივ ადამიანებს არა პრობლემა მე რაფერი უნდა გავაკეთო ეს არის მეცნიერება იმიტომ ვთქვი მე ბატონო გიორგი რომ არსებობს თქვენ შეგიძლიათ როგორც მხატვარმა წინასწარ განსაზღვროთ რა იქნება მოდა ეს არის კვლევის შედეგი გასაგებია უკაცრავად მაინტერესებს უკაცრავად თქვენ ვიმბრძანდებით
ქალბატონი ციცი ციცხვაა. დიზაინერი ვარ. ბატონო? მაგრამ უცნობი ვარ, რა თქმა უნდა. მაინტერესებს ერთი შეკითხვა მაქვს. გაგაღიზიანეთ ბატონო. თუ არ იტყვის ავთო გვანცა თამუნა ზალიკო როგორი ტენდენციის კოსტიუმებს აკეთებენ საიდან შემიძლია მე თათამ წინასწარ გამსაზღვრო თუ ბაზარზე ესენი მონაწილეობენ როგორც ტანსაცმლის დიზაინერები და მე მონაწილეობ როგორც ფეხსაცმლის დიზაინერი საიდან შემიძლია გამსაზღვრო როგორი ფერის ფეხსაცმელი უნდა გავაკეთო მე რომ ამა ტანსაცმელს მოვხდე საიდან უნდა განსაზღვრო საიდან უნდა განსაზღვრო შემოქმედებითად უნდა იაზროვნოთ უნდა აიღოთ რაღაცა თემა სიტყვაზე ეხლა ხო არ დაგიწყოთ მე თქვენ ლაპარაკს რა უნდა გააკეთოთ შემოქმედებითი აზროვნება არ მაკლია მე რა რაღაცა მაგალითად გოგენის ფერს მაგალითად აკეთებთ რაღაცა ნუ რაღაც ნუ ესე გასაგებია ჩვენ ვლაპარაკობთ ერთმანეთთან თანამშრომლობაზე და მოდის ინდუსტრიაზე თორე კრეატიულ აზროვნებაზე ხარ ვლაპარაკობთ ეხლა როცა ფეხსაცმელზე იყო ლაპარაკი საქართველოში თათამ დაიწყო მართლა ამის წარმოება და მახსოვს აი სუპირველი რაღაცა პატარა ამხელა ოთახი იყო ალბათ სადაც თათამ დაიწყო ეს პირველად და მე უცბად გახდა საქართველოში ოღონდ თათასი ალბათ დიდი დამსახურება ამაში რომ მოსკოვიდან და კიდევ ბევრი ევროპაში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ჩამოდიოდნენ აქ და კერავდნენ და ის ფეხსაცმელი მიქიოდა შექმნა ამ ადამიანს. ხო და მე არა ბევრმა დაიწყო მუშაობა ფეხსაცმელზე, ხო? არ არის ესე რომ არ არის თანამშრომლობა. ძალიან ცნობილი. ყიდულობენ და მithom თვითონ კერავენ. აი ესეა ის დონეზე არის დაცული. ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან ადამიანები ერთი წარმატებით მოღვაწეობს დანიაში საკმაოდ პოპულარულია ბოლო წლების განმავლობაში ერთი ამერიკის შეერთებულ შტატებში. უტა რეალურად როდესაც უყურებს საქართველოს დასავლეთიდან რა პრობლემები აქვს ქართულ მოდას რატო ვერ ვითარდება? თუ ვითარდება და ჩვენ ვერ ვითარდება? ვითარდება, დრო ჭირდება ყოფილს რომ განვითარდეს ეს უცებ არაფერი არ ხდება დაანგრეულ ქვეყნიდან რომ მოდა განვითარდეს. არის უამრავი ნიჭიერი ადამიანი რომელიც მუშაობს და ზუსტად ის რომ არ თანამშრომლობა და არის კონკურენცია განაპირობებს იმას რომ ბიზნესი გაჩნდება ადრე თუ გვიან. ასე რომ ყველაფერი მე მგონი კანონზომიერად ვითარდება ნელ-ნელა. ძალიან ხშირად გიორგი, როდესაც საუბრობენ ქართულ დიზაინერებზე, იქვე კრიტიკოსები საუბრობენ, რომ ხშირად გავს ზოგიერთი ქართველი დიზაინერის კოლექცია დასავლურ მიმართულებებს. რამდენად არის პლაგიატის პრობლემა საქართველოში? რა თუ არ ვიცი, წაკითხე თუ არა სტატია იოჯი ამამოტოშის რას წერს და ისიც ახეს ახალგაზრდა დიზაინერებზე რომ აკეთეთ კოპიო და როდესმე მიაგნებთ საკუთარ თავს. ეს გენიოსი ადამიანი კოპირება რაღაცის და სწავლა ამაზე ეს არ ნიშნავს რაღაცას ცუდს. შეუძლებელია შექმნა ველოსიპედი ხტები თავიდან. თქვენი უნარჩვევები მხატვრული რაც გაგაჩნია და თქვენი სუბიექტური დამოკიდებულება თქვენ პროფესიაში შეგიძლიათ გამოავლინოთ, მაგრამ ვიღაც ყოველთვის გამოჩნდება, რომელიც იტყვის, რომ ვიღაცას გავხართ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ამით უნდა შეწყვეტოთ თქვენი საქმიანობა, რომელიც თქვენ გიყვართ. გიორგი, შენ მოღვაწეობ დანიაში. იქ გაქვს და ყიდი საკუთარ პროდუქციას საქართველოში შენთვის მომგებიანია როგორც დიზაინერის მოღვაწეობა ამ შემთხვევაში მუშაობა არის. უნდა ჯერეთი რომ აყავს მეგობრების წრე, აყავს მომხმარებლების წრე, რომელიც მელოდებიან რომ ჩამოვალ და უნდათ რაღაცი შეძენა. ახლა მე ვერ გვიტყვი რომ ძალიან დიდია ეს ამ ადამიანების რაოდენობა, მაგრამ რადგან არის ეს უკვე მისასალმებელია და მე არ მინდა რომ გავწყვეტო კონტაქტი საქართველოს. მე ვაწარმოებ ჩემ პროდუქციას საქართველოში. და მე ამაყება რომ ჩემ პროდუქციას აწერია გაკეთებულია საქართველოში. გასაგებია, თუმცა როდესაც ბაზარს ვადარებთ ერთმანეთთან, ალბათ ბუნებრივია რადიკალურად განსხვავებულია და პრობლემაც ამაში მდგომარეობს. რა უნდა გააკეთოთ თქვენ ქართულმა დიზაინერებმა იმისთვის, რომ ეტაპობრივად გაუწევთ კონკურენცია იგივე ძალიან ცნობილ ბრენდებს, რომელიც საქართველოში შემოდის და იყოს თუნდაც სერიული ქართული წარმოებაც, ცნობილი ქართული დიზაინერების შექმნილი პროდუქტი, რომელიც შემდეგ იქნება უკვე სერიულ წარმოებაში. არა, ნუ ეს და ბაიერები პირველ რიგში როცა მოდის კვირეულზეს ხედან საპატიო სტუმრები, ეს მეგობრები იქნებიან, მომღერლები თუ მსახიობები. პირველ რიგში მე მაგალითად რო ვიყო ორგანიზატორი, მოვიწვევდი მაგალითად საქართველოში არსებული ფაბრიკების როგორ ვთქვა, ბაიერებს. ეხლა გეგონება იმაში ცხოვრობ, რა ქვია, სადღაც რომელი ფაბრიკების ბაიერებს იწვევეთ და ინტერესებს. სხვათაშორის ამარხით მაჩვენეს მე რამდენიმე საწარმო, სადაც იკერება გეტი ზარა მანგოს ხო იკერება რაღაც ტანისამოსი. და თუ არასდროს არ გაგჩენია იმისი სურვილი, შენ ქმნით კარგ პიჯაკს. სულიკაშვილის ჩვენებაზე გამოვიდო და მეხუთე მოდელი და ვზივარ და მომეწონა პერანგი სიტყვაზე. მე ბაიერი, ქართველი ბაიერი
ვუყურებ ხო მეხუთე მოდელი პერანგი ჰა მომწონს მივდივარ დათუნა სულიკაშვილთან დე კონტრაქტს ძალიან კარგი კონტრაქტს დათუნა სულიკაშვილთან და სრულ პაკეტს ყიდულობ მისგან სხვა ქვეყანაში გასაგებია მაგრამ ეს საქართველოში რეალურია დათუნა მეკითხებით როგორ უნდა კეთებდეს მე გეუბნები ხოდა რომელ ფაბრიკებზე ლაპარაკობ ან რომელ მეხუთე მოდელი ყველა ჩვენებენ ამ ფაბრიკებზე რა იყო რა დათუნას დავაცადოთ შემდეგ ნატასთან დიახ ქართულ დიზაინერებს არ აქვს მაგის საშუალება რომ თქვათ როდესაც მე რაღაცა პიჯაკს ვაკეთებ თქვათ 1 წელს ან 2 წელს მაქსიმუმ 3 წელს როდესაც ბაირი მოდის და მიკვეთავს რომ აი ამ ნაჭრით მინდა მე 50 პიჯაკი მე ვერ უსრულებ იმას 50 პიჯაკს იმიტომ რომ მე სადღაც პარიზში მივიდოდი და იტალიაში ნაჭრით ვერ ყიდულობ იმდენი რაოდენობის რომ მე ბაირი თუმცა ხო არის ფაბრიკები რომლებიც შენი მოდელით შემდეგ შექმნიან იგივე სერიულ წარმოებას საქართველოშიც არის ამის საშუალება. ნუ, კაი, მითხარი რომ საქართველოში სულ ალბათ 3-4 ფაბრიკა ესეთი ხო, რომელიც არსებობს. იმან უნდა იყიდოს, შენ უნდა იყიდოს ის პაკეტი. მესმის მაგრამ საქართველოში. ეცეთ რა არის? თქვენ საუბრობთ საერთოდ ისეთ მოდელზე, რომელიც დასრულყოფილად ვერ საუბრობთ იმაზე, რა არის საერთოდ ბაიერის ინსტიტუტი და ვინ არის ბაიერი. საქართველოში ეს არ ამართლებს, იმიტომ რომ ბაიერი, როდესაც ყიდულობს, ერთ თვეში ფარავს ამ თანხას. შეძენილი პროდუქციის. ხვდებით და საქართველოში ბაიერი ასეძახიან ის მაღაზია რომელიც შეიძლება რაღაცას ან გაიყიდება აგენტი ფაბრიკის აგენტი მაგალითად რა ფაბრიკა თვითონ დაინტერესებდა თქვენ მიხვიდეთ და დაუკვეთოთ რომელი აგენტი ეს სულელური გადაწყვეტილება მე მაგალითად ახლა ავტოტკბიტილის კოლექცია რომ ნახე როცა ნახე ეს ფერთა შეხამება ეს ნაფენი რაღაც სილუეტი ეს მე რო ვიყო მაგალითად სიტყვაზე აი ლილოს ბაზრობაზე ხო რაღაც ფაბრიკა რო გახსნა არ ვიცი რა ქვია ქალბატონი მე მაგალითად რო ვიყო მისი წარმომადგენელი მე მოვიდოდი და ავთანდილისგან ვიყიდოდი გავარკვევთ რატომ არისკენ სერიოზულ წარმოებას თავად ავტოსკვიტინიძე ავტოსკვიტინიძეს ხო სტუდიაში შემოგვერთდება და თავად მას დაუსვათ ეს იდეა იმისთვის რომ ქართული მოდა განვითარდეს მაგალითად რატომ არ შეიძლება თუ მაგალითად დასავლეთში დიზაინერები ქმნიან კოლექციას შემდეგ ეს არის სერიული წარმოება იგივე პრეცედენტი დაუშვათ საქართველოში არ გიცდია არა ნუ ეხლა ვაკეთებთ ამ პროექტს და ესე მგონია რომ რაღაც წინასწარ იცოდით ამის შესახებ ვაკეთებთ პროექტს ოღონდ ესე ვერ იქნება დიდმასშტაბიანი იმიტომ რომ ფიზიკურად ის რაოდენობა რასაც მას მარკეტი აწარმოებს ფიზიკურად არ არის საჭიროება რომ იმდენი გაიყიდოს ანუ და შესაბამისად აქ ფაბრიკებზე იყო საუბარი ფაბრიკისთვის მომგებიანია ერთი პროდუქტი გააკეთოს 1000-ობით და ერთი მაისური 1000 ცალზე მეტი ერთი სახეობის რო გააკეთოს საბოლოო ჯამში საოცარი რაოდენობა გამოგივა რომელიც 6 თვის განმავლობაში ნუ აბსურდია ვერ გაიყიდება ფიზიკურად ამიტომ შედარებით ნაკლები რაოდენობა ანუ 1000-ობით არ გავაკეთებთ მაგრამ სერიულად გავაკეთებთ ეს იქნება უფრო სერიული წარმოება და არა ვთქვათ მას მარკეტი მე აზრი მინდა გამოვთქვა ავტოსთან დაკავშირებით მე მგონი აი ბოლო რამ დაამტკიცა ამ ადამიანმა რომ ერთადერთი მე მგონი ქართველი დიზაინერია რომელმაც თავისი ბიზნესი შექმნა მოდის რასაც ქვია მოდის ბიზნესი და თუნდაც ის რომ ხა შეიძლება ავტოს თავისი აზრები აქვს ხო თუნდაც ის რომ ის ევროპაში დადის იქ რაღაც არაჩვეულებრივ PR-ს იკეთებს საკუთარ თავზე ესე ძალიან ჭკვიანურადაა გათვლილი 4-მა გადაიწევს აქ მისი გაყიდვები და მე მგონი დაამტკიცა ამ ადამიანმა უკვე რამდენი რატომ ვერ ახერხებენ იგივე სხვები რა არის პრობლემა სოფა იცით რა არის საკმაოდ პირველი რაც დიზაინერებს უნდა კონდეთ და ალბათ აუცილებელი ეს არის ძალიან დიდი შრომის მოყვარეობა რომელიც ჩვენ დიზაინერებს აკლიათ და ავტოს ეს ახლა ავტოს კი არ უძღვნია მთელჩემ უბრალოდ ძალიან შრომის მოყვარე ადამიანია და მან იმას თავისი რაღაცა მიკროსამყარო შექმნა თავისი რაღაც ინდუსტრია რომელიც საქართველოში თავისი ადგილი დაიკავა სწორედ ამ შევა ისტორიაში იმით რომ ერთ-ერთი ესეთი ქართველი დიზაინერია რომელმაც მართლა შექმნა საიდან დაიწყო კარგად მახსოვს და სად არის დღეს ხო და შეუძლია სხვასაც ამის გაკეთება აი არ ვიცი ავტომ უნდა მე ფიქრობ რომ ახალგაზრდა დიზაინერებს ხანდახან უნდა გაუზიაროს ხოლმე ეს თავისი თქვა როგორ მოახერხა და რა გააკეთა ეს თავისი ესთეტიკა აქვს უკვე შექმნილი თუნდაც აი დათუნა სულიკაშვილი რო არა ბევრი არის ჩვენთან საკმაოდ დავთოს თავისი ნიშა აქვს და თავისი უნდა იპოვოს დიზაინერმა თავისი ნიშა თათას თავისი აქვს ხო აი გიორგი უტა თავისი იმ მოდას ქმნიან რომელიც თქვა არ არის შეიძლება მასებზე
სკამებზე გათვლილი და არის რაღაცა ესეთ გარკვეულ კატეგორიაზე, რომელიც მათი მომხმარებელია. ყველას აქვს არსებობის უფლება. უბრალოდ მე მაინც ვაწვევ შემოქმედებას. ჩემ აზრს გეტყვით, მოდის საქართველოში მოდის განვითარებაზე, მე როგორ ვხედავ. პირველ რიგში აი ეს ორი მოდის კვირეული უნდა მოვსპოთ. აი მართლა გეუბნებით ეს ძალიან ხელისშემშლელია. აუცილებელია იყოს ერთი მოდის კვირეული, სადაც ვერ მიიღებს ყველა მონაწილეობას, ვერ მიიღებს ის დიზაინერი მონაწილეობას, რომელიც მოვა და მოიტანს რაღაც აი ნაჭერს შემოხვეულს სხეულზე და ვერ მოვასწარი გეტყვის და აუცილებლად უნდა შეიქმნას ერთი კვირეულიდან მეორე კვირეულამდე შუალედში რაღაც აუცილებლად რაღაც დიდი შოურუმები, საზღვარგარეთ გაიტანო აი ეს ქართული შოურუმი მოაწყო რომელიმე დიზაინერები რომლებიც გამოდიან ახლა ქართული მოდის კვირეულებზე რეალურად მათი პროდუქცია ნაწილის მაინც არის უხარისხო და არ იმსახურებს რომ ისინი იყვნენ ამ მოდის კვირეულებზე. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი არის ბევრის არის უხარისხო. А это показал და ბოლო მოდის კვირეული Georgian Fashion Week-ი იყო ძალიან დიდი ბოდიში ორგანიზატორებს, მაგრამ კატასტროფა იყო მაგ მხრივ. ერთადერთი გამოიტანა ავთომ პროფესიონალური მომზადებული ხარისხით შეკერილი კოლექცია, ელემენტარულად ლუკბუქი ქონდა ადამიანს და სკამებზე პრესას იმიტომ რომ იცის უკვე როგორ უნდა იმუშაოს პრესასთან, მომზადებული იყო პრესასთან ურთიერთობისთვის ეს ადამიანი უცხოელი სტუმრებისთვის გაადვილებული იყო მუშაობა და ამიტომაც არავისთვის საწყენი არ არის ავთოს ჩვენება საკმაოდ კარგად გაშუქდა. Это Fashion Week, это такая вещь, где должны выступать профессиональные, уже понимающие, что такое мода и культура моды. Вот такие люди должны. Ну, мы только 4-й год, да, проводим, мы только начинаем. И как-то поднимаем этих дизайнеров, помогаем, чтобы раминайры они бы раскрылись. თუმცა გარკვეულწილად თქვენგანაც დათმობებზე წასვლა ხდება. Ну, абара, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ у нас бы мода пропала, не так ли, в Грузии? არის ძალიან დიდი კონკურენცია. მე რომ გავიდე ევროპის ფული არ ტრიალებს შეიძლება. მე რომ გავიდე ევროპის ბაზარზე, მთავარი ფული არ არის, ფული მოდის, როცა დიზაინერი მუშაობს, არ არის სავალდებულო. ბაზარი ნერჩი, потому я это говорю. ანუ ეხლა მე რომ გავიდე პარიზის Fashion Week-ზე, ანუ კიდე 3-4 სეზონი კიდე უნდა ვიმუშაო ბაერებთან, კიდე უნდა ვიმუშაო პრესასთან, რომ ჩემს ჩვენებაზე მოვიდნენ. და ვთქვათ, არ ჩავატარო ეს, ვთქვათ, ქართველი ემიგრანტებისთვის თუნდაც პარიზში, ხო? ანუ უნდა კონდეს ამას შედეგი და საქართველოში ფიზიკურად ყველა ვარიანტში მოვა ვიღაცა და დაესწრება და ყველას ყავს კლიენტი. ეს მაინც გააკეთა ამ კვირეულებმა. საბოლოო ჯამში ამას არ ემსახურება კვირეული, მაგრამ ყველას ყავს თავისი კლიენტი. ზოგი არსებობს, ზოგი უკვე ვეღარ არსებობს და ნუ რაღაც ნახოთ, მომავალი გვიჩვენეთ. გასაგები, ერთგვარ რეზუმე რომ გავაკეთოთ დღევანდელი განცემის ბოლო ნაწილში და დავასრულოთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, იგივე დიზაინერების მხრიდან, რომ საქართველოში იგივე მოდის ინდუსტრია კიდევ უფრო განვითარდეს და თუნდაც უცხოელი დიზაინერების საკმაოდ колоссальურ თანხად შეფასებულ პროდუქციას გაუწეს კონკურენცია. ნატა გისმენთ. Ну да, Джерити надо создать закон о моде. Надо создать вообще ситуацию такую, чтобы был порядок, да, во всем. Абсолютურად არ არიან ქართველი ახალგაზრდა დიზაინერები მზად იმისთვის, რომ რაღაცა მსოფლიო მოდის მწვერვალები დაიპყრონ და ამიტომ მაგას სჭირდება სკოლა, რომ ეს ადამიანი რომელმაც სწავლა, რომ მას იმდენად უკვე იცოდეს რისთვის აკეთებს, რას აკეთებს და რას ქმნის, რომ მისთვის იქნება უფრო მარტივი, არ იქნება ესეთი დაბნეული და ერთი იმიდან არ მიედება მეორე. დღევანდელ დღეს ქართველი დიზაინერები ცხოვრობენ ერთი დღის, ერთი ჩვენებით. ცესოფოს დავეთანხმებ მე სამხატვრო აკადემიასთან დაკავშირებით, მეც ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში და ერთ-ერთი რაც იყო, რაც მისწავლია, ეს იყო ხატვა. დანარჩენი სამხატვრო აკადემიაში არ მისწავლია. რატო არ ისწავლეთ რა? ანუ ჩემი დახატული კოსტუმი როგორ შემესრულებინა, არ მისწავლია, ეს მისწავლია მე პრაქტიკაში, მე მუშაობდი ფაბრიკაში. არასწავლიან, არიციან არა, იცით რა შეესაბამება? არ ვიცი, არ შეიძლება არის ლაბორატორიები. ეხლა მე თვითონ პედაგოგი ვარ აკადემიის ამ ეტაპზე, ეს პირველი სემესტრია, რაც მე მიმიწვია სამხატვრო აკადემიამ, რომ ლექციები წავიკითხო. და იცით რა შეესაბამება? არ არის გამართული ლაბორატორიები და ტექნიკური აღჭურვილობა არის აქ, თორემ მხატვრული უნარები და რაღაც ინტელექტუალური პოტენციალი გარკვეულწილად არის. წეგანაც მოვისმინეთ სოფომაც რაც აღნიშნა, აგერ მოდის ინდუსტრიის განვითარების ძალიან კარგი მაგალითი გიზის გვერდზე ადამიანი, რომელმაც თავის შრომის მოყვარეობა
მოყვარეობით დაიწყო მართლა გვახსოვს წლების წინ ავანგარდული მოძრაობის ასამბლეის დროიდან და მიაღწია თავისით ამ ყველაფერს თავისი შრომის მოყვარეობით და თავის მუშაობით. შენ რატო ვერ აკეთებ? მე ცოტა ზანა ეს ისე რა ქვია, ცნობილი ამბავია, მე რატომაც ვერ მოვახერხე, მაგრამ წოლები ვარ და მეგობრობთ კიდე. ეგეთი რაღაცა იმს არ არსებობს, რომ რაღაცა უი ერთმანეთს თითის დაქნევით და რაღაცა ამას თავისი ის აყავს, რაღაცა როგორ თქვი წეგან, რაღაცა თავისი ჯგუფი ყავს, რომ ეს ერთმანეთს ეტერებიან. თუმცა ეს არის ძაღლად მომისმენია ეს თქვენ. არა, ჩვენ ვახერხებთ მეგობრობას, რავით, შეიძლება რაღაცა ჯგუფები ერთმანეთს ეტაკებიან, არ ვიცი, რა გამიგია ხოთა. ის რა ქვია. შრომის მოყვარეობა, ანუ არის მთავარი და რაღაცა ის ელემენტარული ცოდნა, რომ შენივე ნამუშევარი, აი კარგად წარადგინოს საზღვარგარეთ, აი ის ყველაფერი რაც ჩამოითვალა, ეს პირველი და მეორე ის მეორე ძალიან კარგია, რომ ესეთი ტელევიზიაში დებატები თუ რაღაცა ურთიერთობა ამ დიზაინერებს შორის და რაღაცა ესეთი თემები ხშირად აგორდეს, აი ეს ძალიან კარგი იქნება. გეზიზღებათ ერთმანეთი, რა სიძახი ახლა შე. მე არ წერი ვარ მაქსიაში მაშინ. აი გაჩერდი ახლა. იმიტომაც აი ეს მე ყველას უყვარდა და მე სიტყვაა. ეს იყო ყველაზე ცხელი ток-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. ხო, პარასკევს 23 საათზე მხოლოდ იმედის არხზე. ეს ჩვენი დროა, გეცნობათ.